საღამოშიდობის მეცხრე არხი წარმოგიდგენთ ამბების შოუს. მე ვარ ირაკლი ჩიხლაძე, იყავით მოვლენათა ეპიცენტრში ბათუმში მომხდარი მკვლელობა მიქაუტაძის საქმე და მოზარდებზე გახშირებული ფიზიკური და სექსუალური ძალადობა. რატომ კეთდება პოლიტიკოსთა მხრიდან აჩქარევი განცხადებები პირდაპირ ეთერში ჩვენს კითხვებს ლია მუხაშავრია, უფლებადამცველი და ფსიქოლოგი მაია ცირამოა გადაცემის პირველ ნაწილში უპასუხებენ. მიტოვებული სახელმწიფო ინტერვიუ პენტაგონის ყოფილ ექსპერტთან, მოკლედ გადაცემის მომდევნო საათში რუსთან წერეთელი მეტად საინტერესო კითხვა პასუხს თავაზობს. ასევე ჩავარდა თუ არა კახეთში ატმის მოსავალი. ამ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ღვინიაშვილი შემოგვიერთება გადაცემის მომდევნო ნაწილში პირდაპირ ეთერში და უფრო დეტალურად გვეტყვის რა პრეტენზიები და პრობლემები აქვს გლეხებს. მოკლედ ამ თემებზე ვისაუბრებთ 2 საათის განმავლობაში. ახლა ეთერი დავუთმოთ საინფორმაციო სამსახურს და ნინო ვარდოსანიძეს. მოგესალმები ირაკლი და გაგაცნობთ 6 საათისთვის განვითარებულ მოვლენებს. დავით კირვალიძე ანტიკორუფციულ სააგენტოში უკვე მესამედ დაიბარეს. ამ წუთებში სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ეგრეთ წოდებული მოდულის შენობაში იმყოფება და გამომძიებლის შეკითხვებს პასუხობს. პასუხების გაცემა მას ამჯერადაც ტრაქტორების შესყიდვის საქმეზე უწევს. დავით კირვალიძესთან ერთად საგამოძიებო უწყებაში მისი ადვოკატი სოსო ბარათაშვილი იმყოფება. ანტიკორუფციულ სააგენტოში შესვლამდე დავით კირვალიძეს კომენტარი არ გაუკეთებია. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტზე ლიანა რაზმაძე და ზვიად თადუმაძე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით მათ ავტონაწილების საგადასახადო დოკუმენტაციაში ცვლილებები შექონდათ. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბის საანგარიშწორებო დოკუმენტის დამზადებისა და დიდი ოდენობის სხვისი სასაფლაო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტზე მოქალაქეები ლიანა რაზმაძე და ზვიად თადუმაძე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები თბილისში წულუკიძის ქუჩაზე მდებარე ავტონაწილების ბაზრობაზე ახდენდნენ საგადასახადო დოკუმენტაციაში ხელოვნურად შემცირებული ფასებით ავტომობილებისთვის განკუთვნილი აკუმულატორების რეალიზაციას, რომლებზეც მოქალაქეები შეცდომაში შეყვანის მიზნით კუსტარულად აკრავდნენ სხვადასხვა ცნობილი მწარმოებლების ყალბ სასაქონლო ნიშნებს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196 მუხლის მესამე და 200 მუხლის მეორე ნაწილებით, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საკონსტიტუციო ცვლილებების 3 პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა გაიმართა ოზურგეთში. საჯარო განხილვაზე საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების უფლებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით რეგიონებში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დღევანდელი შეხვედრით დასრულდა. რეგიონების შემდეგ ცვლილებებზე უკვე თბილისში ისაუბრებენ. შეხვედრა საპარლამენტო უმცირესობა არ დასწრებია. ეს ცვლილებები, რომელიც არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დეპუტატების მიერ, რომელიც ეხება ორმაგი მოქალაქეობის თემას, იგივე პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებების შეზღუდვას, რომელიც იყო არასწორად განხორციელებული და თავად პრემიერ-მინისტრი ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ამის პირველ რიგში მომხრე, რომ ეს უფლებები, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეძლევა პრემიერ-მინისტრს, არ უნდა კონდეს. დადებითად შევაფასებთ დღევანდელი შეხვედრის მნიშვნელობას, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ თავად კანონპროექტის მომზადება, კანონპროექტის ინიციატორების მიერ მოხდა საზოგადოების დაინტერესებული ნაწილის მონაწილეობის გარეშე და ასეთ ფონზე საზოგადოების ჩართულობას მისი განხილვის პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ საზოგადოების აზრი მიტანილი იქნას გადაწყვეტილების მიღების პირებამდე. გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში მცხოვრები ფერმერები სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ქვემო ალაზნის სისტემურ სამმართველოს უკანონო ჯარიმების დაკისრებაში ადანაშაულებენ. ადგილობრივების თქმით, კომპანია მათ გადასახადს უკანონოდ თხოვს და ათასობით ლარით უსამართლოდ აჯარიმებს, მაშინ, როდესაც თევზის მეურნეობისათვის საჭირო წყალს ვერ აწვდის. ფერმერები ამბობენ, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კომპანიის გაუმართავი ინფრასტრუქტურაა. სოფელში 500 ჰექტარამდე ტერიტორია დატბორილია და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები დაჭაობებულია. ისინი დახმარებას შესაბამის სტრუქტურებს თხოვენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არაკეთებენ ქვემო ალაზნის სისტემურ სამმართველოში. პრობლემა იმაშია, რომ ადგილებს ვერ ვამუშავებთ, ფაქტიურად ვერ ვიყენებთ. ეს ადგილები იყო მწირი მიწები, როცა მეურნეობები იყო და დაგვირიგეს ჩვენ. ეხლა ფასები დაგვიდეს 87 ლარი გადასახადები გვაქვს. ვერაფერი ვერ მოყავს ამ აკვეთებში. დატბორილი გვაქვს ეს ნაკვეთები მთლიანად, ინფრასტრუქტურა მთლიანად მოშლილია. სადაც წყალი მინდა რომ მოვწყა, იქ წყალი არ მაქვს და სადაც არ ამჭირდება, იქ კიდე მიფუჭებს და მე რა მithom პატრონობენ და
არავინ პატრონი არ არის, არავინ არაფერს არ აკეთებს. აი დიდი კანავო გადის ჩემი ადგილი ბოლოში და წყლით არის სამცე, მინდა მოიშორო წყალი თავიდან ვერ საიდან ვერ. რას ვითხოვ და უკანონოდ ვარ დაჯარიმებული სასამართლოდია ჩემი ეს საქმე მესამე წელია და შეჩერებულია. და ვითხოვ მოგხედონ. ზემდგომა ორგანოებმა რას გვიკეთებს ეს მელიორაციის წარმომადგენლები. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი მახათაძე და სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელი ნოე ქინქლაძე თელავში კახეთის რეგიონის ექიმებს შეხვდნენ. შეხვედრის მონაწილეებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ეტაპი გააცნეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროგრამის მიმდინარეობას და სადაზღვევო პაკეტის ფარგლებში არსებულ სერვისებს. კარგი შეხვედრა შედგა დღეს. ეს კლინიკებს ნამდვილად ესაჭიროებოდა, ჰქონდა შეკითხვებიც, რა თქმა უნდა, და გაეცა ბევრ კითხვას პასუხი და სასურველია, რომ ხშირად მოხდეს ესეთი შეხვედრები. ვიმჯერეთ იმ საჭიროებო საკითხებზე, რომელიც დაკავშირებულია ყოველდღიურ საქმიანობასთან, შესაბამისად გამოიკვეთა, რომ არსებითი რაიმე ესეთი პრობლემური საკითხი ხარვეზი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების კვალად არ ყოფილა დაფიქსირებული რეგიონში და ამასთან ერთად განვიხილეთ სხვა საკითხები, რომელიც არა მარტო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის, არამედ სხვა სამედიცინო საკითხებს ეხებოდა. ლეიკემიით დაავადებული ბავშვები დღეს საოპერო მომღერალმა მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე მოინახულა. იაშვილის კლინიკის ონკოჰემატოლოგიის დეპარტამენტის პატარა პაციენტებს მომღერალმა ტკბილეული და საჩუქრები დაურიგა. ქეთევან ქემოკლიძემ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ბავშვების მიმართ საზოგადოებამ ყურადღება გამოიჩინოს. დღეისათვის იაშვილის კლინიკაში ლეიკემიით დაავადებული 31 ბავშვი მკურნალობს. ძალიან მოხარული ვარ, რომ იაშვილის კლინიკა ეს მხარში უდგას ამ ბავშვებს, ქალბატონი თამფადემურიშვილი, რომელიც დედობილი არის ამ ბავშვების და ძალიან დიდ სამუშაოს აწევს იმისათვის, რომ მოვიდნენ ადამიანები, ცნობილი ადამიანები ხარდაჭერა გამოხატონ ამ ბავშვების მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს აქცია იქიდან გამომდინარე, რომ მაქსიმალური სოლიდარობა იყოს მოსახლეობისგან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს ის ფაქტიც, რომ ჩვენი ეთერების მეშვეობით გადაიცა ჯორჯ ბუშმა უფროსმა როგორ გადაიხოტრა თმა მისი დაცვის წევრის შვილის სოლიდარობის მიზნით, ანუ ის ბავშვი ლეიკემიით იყო დაავადებული. აი ესეთი ადამიანების თანადგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე მოვუწოდებ ყველას, რომ მიბაძეთ ქეთი ქემოკლიძეს, დაგვიდექით გვერდში. ესპანეთში გლოვაა გამოცხადებული. ესპანელები სარკინიგზო ავარიისას დაღუპულებს გლოვობენ. სამგზავრო მატარებელი, რომელიც მადრიდიდან ფერულში მიემგზავრებოდა, რელსებიდან გადავიდა და ამობრუნდა. დაღუპულია სულ მცირე 78 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი კი 140 აღემატება. წინასწარი ვერსიით ავარიის მიზეზი ჩქაროსნული მატარებლის გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა გახდა. ინციდენტის დროს მატარებელში სულ 218 მგზავრი იმყოფებოდა. ტრაგედიის ადგილზე უკვე ჩავიდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ამ ინფორმაციით მე 7 საათამდე გემშვიდობებით, ახლა კი ეთერს ირაკლი ჩიხლაძეს უთმობთ. დიდი მადლობა დაგემშვიდობებით დროებით და დღის მთავარ თემებზე ვისაუბროთ. გახსნილი მკვლელობა და ეჭვმიტანილი, რომელმაც სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა მკვლელობიდან 22 წუთში მოახერხა. შინაგან საქმეთა სამინისტრო სავარაუდო დამნაშავის ვინაობას ასაჯაროებს. ოფიციალური ინფორმაციით 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ირანის მოქალაქეა ეჭვმიტანილი. გამოძიებამ მოწმის სტატუსით რამდენიმე ადამიანი უკვე დაკითხვა, ასევე გამოქვეყნდა სავარაუდო ეჭვმიტანილის ფოტოც. იჩქარა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, როდესაც საქმე გახსნილად გამოაცხადა, აქცენტი ირანის მოქალაქის ბრალეულობაზე გააკეთა და სარფის საბაჟოზე გადაღებული კადრები გაავრცელა, რომელიც სავარაუდოდ დამნაშავის იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა. დაირღვა თუ არა ირანის მოქალაქის უდანაშაულობის პრეზუმპცია. 22 ივლისს მომხდარი ტრაგედიის დეტალებზე სამართალდამცველები და პოლიტიკოსები საუბრობენ. გახმაურებული მკვლელობის საქმის ახალ დეტალებს თამარ გოგესაშვილი გაგვაცნობს, რომელიც სტუდიაშია. საღამოშვიდობის თამარ, დიდი მადლობა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენს ტელემაყურებელს მიაწვდით საკმაოდ ვრცელ ინფორმაციას. და თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ვისაუბრებთ ოფიციალურ ინფორმაციაზე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ კადრების სახით გაავრცელა და ასევე ეს არის ბათუმში გადაღებული კადრები, ანუ რას ყვებიან ზღვისპირა ქალაქში ამ ფაქტთან დაკავშირებით. მოდით დავიწყოთ კადრებს, ჩვენ უკვე ვხედავთ, ანუ ეს არის რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ამ პირთან დაკავშირებით. მოგესალმები ირაკლი, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით მარიამ კოჩალიძის სავარაუდო მკვლელი არის ირანის მოქალაქე, ეს არის მოჰამად ამინ როინთანი,
კომპანია, რომელიც არის დაბადებული 1985 წელს და საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 2013 წლის 23 ივნისს. ოფიციალური ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავემ საქართველოს ტერიტორია დატოვა სარფის საბაჟოს გავლით 22 ივლისს 19 საათსა და 22 წუთზე. გამოძიების ინფორმაციით უკვე აღმოჩენილია ის ველოსიპედი, რომელიც ეკუთვნოდა მარიამ კოჩალიძეს, ის ადგილობრივმა იპოვა დანაშაულის ადგილიდან დაახლოებით 1 კილომეტრის დაშორებით და მიმართა ამის თაობაზე სამართალდამცავ ორგანოებს. თუ შეგიძლია რომ უფრო დეტალურად აუხსნა მაყურებელს, ანუ კონკრეტულად რას უნდა მიაქციოს ყურადღება, ანუ რას გვაძლევს ეს სწორედ ეს არის სავარაუდო დამნაშავე, რომელსაც აქვს ყავისფერი ზურგჩანთა და სწორედ ეს აღწერილობა იყო, რომელზეც საუბრობდა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე საუბრობდნენ ბათუმელები, ის ადამიანები, რომლებმაც ეს პირი ნახეს ბათუმში შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე. ამასთან დაკავშირებით როგორც ვიცი, გააქვს შენ ინტერვიუები ჩაწერილი, რომელიც შეუძლია ჩვენმა ტელემაყურებელმაც ნახოს, თუმცა მანამდე აუცილებლად უნდა გკითხო, სანამ ამ თემაზე უკვე სტუდიის სტუმრებთან ერთად გავაგრძელებ საუბარს. დაირღვა თუ არა კონკრეტულად ირანის მოქალაქის უფლებები, როდესაც წინასწარ ყოველგვარი დაზუსტების გარეშე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ეს იყოს ეჭვმიტანილი მკვლელობაში და იდენტიფიცირება, ცოტა ხნის წინ რაზეც გავამახვილე ყურადღება, არის შესაძლებელი ამ ფოტოსურათის მეშვეობით. რას საუბრობენ ოფიციალური პირები, იგივე პარლამენტში რა განცხადებები? იდენტიფიცირება არის აბსოლუტურად შესაძლებელი, ფოტო ამ ადამიანის გასაჯაროებული, ასევე ვიდეო კადრებშიც არის ის მახასიათებელი, რომელთაც შეიძლება მოხდეს პიროვნების იდენტიფიცირება, მით უმეტეს არ არის დადგენილი ნამდვილად მან ჩაიდინა თუ არა დანაშაული, ამაზე ამახვილებენ ყურადღებას პოლიტიკოსები და ერთ-ერთი იყო ლევან ბერძენიშვილი, რომელმაც დღეს ამის შესახებ პირველად და ღიად გააკეთა განცხადება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაძლოა დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია ამ კონკრეტულ შემთხვევაში. შეგვიძლია ხამოვისმინოთ ინტერვიუ? ჩვენ არ შეგვიძლია მოვისმინოთ ინტერვიუ ბერძენიშვილმა ამასთან დაკავშირებით თუ არის გითხრა ამ საკითხზე საუბარისგან თავი შეიკავა, თუმცა ბეჭდური მედიისთვის მიცემული ინტერვიუ. ეხლა ბათუმში გადავინაცვლოთ, ანუ რას აცხადებენ და შემდეგ ოდნავ მოგვიანებით გითხავ, იგივე ერთი ნივთი, რომელიც უკვე ნაპოვნია, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ტელეფონზეც არის საუბარი, რომ პოლიციამ ესეც იპოვა, თუმცა ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ, მანამდე ბათუმში რა განცხადებები გეკეთდება. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ოფიციალური ინფორმაცია, რა ვერსია აქვს გამოძიებას, ვიდრე ვისაუბრებთ იმ ვერსიებზე, რომელიც აქვს ადგილობრივ. კარგი, ნახოთ. 22 ივლისს ბათუმში მომხდარი 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობა გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს და ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგენილი იქნა აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი ირანის მოქალაქე 1985 წელს დაბადებული მოჰამადინ რუინთანია, რომელიც მიმდინარე წლის 23 ივნისს სარფის გამშვები პუნქტიდან გადმოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე და მან დანაშაულის ჩადენის შემდეგ 22 ივლისს 19 საათსა და 22 წუთზე დატოვა ასევე სარფის გამშვები პუნქტით საქართველოს ტერიტორია. ეს ოფიციალური ნაწილი, აქვე უნდა გკითხოთ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩვენთვის გახდა ცნობილი, თითქოს ნაპოვნია ტელეფონი, თუმცა მანამდე ერთ-ერთ ვერსიად განიხილებოდა სწორედ ძარცვის მიზნით მკვლელობა, ხო? ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია ნამდვილად ნაპოვნია თუ არა ტელეფონი, მაგრამ გადაცემის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩვენ დაგვიკავშირდა მეცხრე არხის ბათუმის კორესპონდენტი ნათია როყვა, რომელმაც გვითხრა, რომ დანაშაულის ადგილი სამართალდამცავებმა რამდენიმე წუთის წინ შემოსაზღვრეს ამ კრძალავი ნიშნით, რაც გვაძლევს იმის საშუალებას ვივარაუდოთ, რომ იქ მიმდინარეობს გარკვეული სახის სამძებრო ღონისძიებები სამართალდამცავების მხრიდან. შესაძლოა, რომ იქ აღმოჩენილი იყოს სხვა სახის მტკიცებულებები, რომელიც ამ საქმის მიმდინარეობას თან დაერთვება. ახლა შეგვიძლია ვისაუბროთ იმ ვერსიებზე, რაზეც საუბრობენ თავად ბათუმელები, მას შემდეგ რაც ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, ბევრი კითხვა გაჩნდა. პირველ რიგში ის, რომ 2 დღის წინ სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით და სავარაუდო აღწერილობის მიხედვით, სავარაუდო დამნაშავე უნდა ყოფილიყო 40-45 წლის. ეს არ ემთხვეოდა უკვე იმ მონაცემებს, რომელიც გუშინ გავრცელდა და ჩვენ შევეცადეთ უშუალოდ იმ ადამიანებისგან მიგვეღო ინფორმაცია, ვინც თავად მარიამ კოჩალიძე და სავარაუდო ეჭვმიტანილი ბათუმში ნახეს მკვლელობის დღეს. ბათუმელები ამბობენ, რომ მარიამ კოჩალიძე
ბათუმის ახალ ბულვარში მივიდა დაახლოებით 7:09-ზე, ის ხშირად დადიოდა ამ ადგილას და ბათუმელები ასევე იმასაც ამბობენ, რომ სავარაუდო ეჭვმიტანილი მარიამ კოჩალიძის კუთვნილი ველოსიპედით უკვე ნახეს 7 საათზე, ის გადაადგილდებოდა აეროპორტის მიმართულებით. ჩვენ ასევე ამ ადამიანებს ვაჩვენეთ ის ვიდეო მასალა, რომელიც გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მათ დაგვიდასტურეს, რომ ეს პიროვნება არის ის, ვინც ნახეს მარიამ კოჩალიძის კუთვნილი ველოსიპედით. თუმცა სანამ დავუშვათ მათ პოზიციას ღია ეთერში ჩვენ მოვისმენთ, მაინტერესებს რამდენად შეძელი თუნდაც სპეციალისტებისგან მიგეღო სიტყვიერი ინფორმაცია, მაინც რამდენად იყო ამ დროში, ანუ რა ამ დაახლოებით 30 წუთში შესაძლებელი დანაშაულის ადგილიდან საზღვის გადაკვეთა. რეალურად არის შესაძლებელი, ანუ რას ამბობენ ადამიანები? თუ ჩვენ ადგილობრივების ნაამბობს დავეყრდნობით, სავარაუდოდ მკვლელობა მოხდა 7:09-დან 7 საათამდე. ამ შუალედში ექსპერტები, სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ სახის ჭრილობის მიყენების დროს მკვლელს დიდი ალბათობით დაესწრებოდა ტანსაცმელი. ის აუცილებლად გამოიცვლიდა ამ ტანსაცმელს, თუ მას არ აღენიშნებოდა მაშინ უკვე, როცა უკვე ნახეს ის ბათუმელებმა გამოიცვლიდა ტანსაცმელს და დასჭირდებოდა, რომ დაებანა ხელი. დაახლოებით დრო ჩვენ არ ვიცით, შესაძლოა ეს ყველაფერი მალე გაიკეთებია, რადგან დანაშაულის ადგილი არის ძალიან ახლოს იმ ადგილთან, სადაც ეს პირი ცხოვრობდა ბოლო პერიოდის განმავლობაში და ასევე ზღვაც არის ძალიან ახლოს და მას შეეძლო. ჩვენ გვაქვს ადგილობრივების სინქრონები, რომლებიც საუბრობენ იმის შესახებ, როდის ნახეს ეს ადამიანი. მოვისმენთ სინქრონი. აგია და ესო ხერი და ოღონდ სურათ მოხდა. ეს არის და პირი გუპარსავს და ესაც ალბათ გევიდა გეიპარსა და ამა რა ვარც მივდა ეთქობა მოკლა და გეიქცა და რა ვარც მივდა ამა და მოასწრებდა ამ დროის მონაკვეთს. მოასწრებდა, იმიტომ ეს გოგო 14 ყოველ 14 წუთში ბრუნდებოდა. იმ საღამოს აღარ და 9 საათამდე მე აქვია. ანუ მხოლოდ 15 წუთი ჩერდებოდა იქ ეს გოგონა? 15 წუთს მეც არა. 7 საათი იყო რომ გამოვედით პიტონიკებიდან, სახელმწიფო პიტონიკებიდან და ცენტრალურადან რომ გამოვედით. ჩემი თანამშრომელია ძველი ერთად მუშაობდის. მან დაინახა და გაუკვირდა ამას ველოსიპედზე რა უნდა საჭმოს ვერ ჭამსო. აქ იძინებს. გამოქვაბულია. გაიყავით გამოქვაბული რომ ხო და კოჩა და ანებეთ თავი ახლა მე უთხარი ჩემი მით რომ ცოდვა არა ინგადეიდა ეს არის მონაპარავი იქნება. ამას ველოსიპედი არასოდეს არ ყოლებიო და რომ გამოიქცა, გამოეკიდა აგერ დაეწია. და როაჩვენა ზაბუთები მე ველოსიპედი ვინათხოვე. ბათუმიდან ის რომ ვიკირავე რა. და ახლა იქირავე და კოჩამაც ალბათ იქირავ და წამოვედით. ჩვენ ასე წამოვედით, იქან იქეთ წავიდა. და ბოლოს რა დამატებითი ინფორმაცია შეგიძლია გითხრა, რაც ამ დროისთვის გაქვს და შემდეგ უკვე დაგამშვიდობთ. ჩვენ ვესაუბრეთ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ მარიამ კოჩალიძე შესაძლოა იცნობდა მკვლელს, ის არაერთხელ უნახავთ ზღვის სანაპიროზე სავარაუდო ეჭვმიტანილთან ერთად. ადგილობრივები ამბობენ, რომ ისინი ხშირად საუბრობდნენ ბოლო 1 კვირის განმავლობაში. ასევე ბათუმელები ამბობენ იმასაც, რომ საეჭვო პიროვნების შესახებ ერთი თვის წინ აცნობეს სამართალდამცავებს და უთხრეს, რომ მიექციათ მისთვის ყურადღება, თუმცა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, როგორც ადგილობრივები ამბობენ, არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. რაც შეეხება ტელეფონის პოვნის დეტალს, ჩვენი კორესპონდენტი ამ წუთებშიც მუშაობს ბათუმში და ამ თემას უფრო ვრცელად უკვე 9 საათზე მთავარ გამოშვებაში დაუბრუნდით. დიდი მადლობა, შენ სამართლებრივი ნაწილი წარმოგვიდგინეთ, თუმცა ამ თემაზე ბოლო დღეების განმავლობაში კეთდება პოლიტიკური განცხადებებიც. რამდენად მართებულია, ანუ შვებენ თუ არა პოლიტიკოსების შეცდომებს, ამაზე უკვე ჩვენ რამდენიმე წუთში უნდა ვისაუბროთ. მე აღარ მოგაცდեմ იცი რომ 9 საათისთვის ამ თემაზე ამზადებ რეპორტაჟი და შესაძლოა ისე ვითარდება მოვლენები, დამატებითი დეტალებიც გახდა შენთვის ცნობილი. თამარ გოგესაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში დაგემშვიდობები. პანიკის საფუძველი არ არსებობს. ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება არ გაუარესებულა. მსგავსი შინაარსის განცხადებებს პოლიტიკოსები 16 წლის გოგონას მკვლელობის კომენტირებისას აკეთებენ. რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს, ბათუმში მომხდარი ტრაგედია პოლიტიკური განცხადებების მიზეზი გახდა. მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტი მიმართავს ძალოვან უწყებას. მინდა პოლიციამ ყურადღება მიაქციოს იმას, რაზეც ბევრი ბათუმელი და ქუთაისელი მესაუბრება. ამ ბოლო ხანს ამ ქალაქებში ისევ დაიწყო ხმაურიანი ქუჩის გარჩევები და ბევრად
გაღრმავდნენ კრიმინალები. ეს რა თქმა უნდა აუარესებს უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმებს, განცხადა პრეზიდენტმა. მის ამ განცხადებას მართველი გუნდი გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკაბესელიამ 16 წლის გოგონას მკვლელობას სამწუხარო უწოდა, თუმცა ამბობს, რომ მსგავსი ფაქტები ადრეც ხდებოდა და პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს არგუმენტად შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა მოჰყავს. წელს აჭარის რეგიონში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი შეადგენს 60%, მაშინ როცა გასულ წელს მხოლოდ 16% იყო. მკვლელობის ფაქტი ძალიან მძიმეა და მას სჭირდება გახსნა, მაგრამ ის რომ მკვლელობები არ ხდებოდა ადრე, რასაც სააკაშვილი ამბობს, უბრალოდ ეს სტატისტიკა ამიტომ მოვიყვანე, აცხადებს ეკაბესელია. დაავიწყდათ თუ არა პრეზიდენტს, პარლამენტარებს და ოპოზიციას, რომ ასეთი ტრაგედია პოლიტიკური დივიდენდებისთვის არ გამოდგება და ადამიანის სიცოცხლის ყველაზე სტატისტიკაზე და დებატებზე უფრო მაღლა უნდა დავაყენოთ. ბათუმში მომხდარი მკვლელობა, მიქაუტაძის საქმე, მოზადრებზე ძალადობის გახშირებული ფაქტები, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ნაჩქარევი პოლიტგანცხადებები. ადამიანის უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ჩვენი სტუდიის სტუმარი, საღამომშვიდობის ქალბატონოვია. დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მოდით პირველ რიგში დავიწყოთ ბათუმში საკმაოდ ცუდი ამბავი, რომელიც მოხდა, ამის გარშემო ვისაუბროთ. მე უკვე აღვნიშნე, რომ პოლიტიკური განცხადებებიც კი გაკეთდა, თუმცა პირველ რიგში საინტერესო იქნება იჩქარა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ირანის მოქალაქის უდანაშაულობის პრეზუმპცია. არის თუ არა დღეს დარღვეული? სამწუხაროდ დარღვეულია და პირდაპირ არის დარღვეული, იმიტომ რომ იდენტიფიცირება მოხდა მისი სახელის, გვარის, ფოტოსი და თან სამწუხარო ის არის, რომ ეს მოხდა არა მას შემდეგ, რაც დავრწმუნდით, რომ ეს ადამიანი ან გამოძიება დარწმუნდა, რომ ეს პირი არის ნამდვილად დამნაშავე ამ საზარელ მკვლელობაში, არამედ მანამ, ვიდრე ის დაკავებულია და ვიდრე ეს არის უეჭველი და დადასტურებული, რაც არის, რა თქმა უნდა, უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა, იმიტომ რომ არათუ მაშინ, როდესაც დადგენილი იქნებოდა მის მიერ ამ საზარელი დანაშაულის ჩადენა, არამედ სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გამოტანამდე არ შეიძლებოდა მისი ასეთი ფორმით იდენტიფიკაცია. თანაც მე ძალიან მაწუხებს ის ამბავი, რომ თუ ეს არის ირანის მოქალაქე, ჩვენ მე გადავამოწმე, არა გვაქვს სამართლებრივი ურთიერთდახმარების საერთაშორისო ხელშეკრულება ირანთან დადებული და ირანიდან მისი ექსტრადირება ძალიან ამ ეტაპზე თურქეთის რესპუბლიკას მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ადამიანი ცდილობს, რომ დატოვოს ყველა ქვეყანა, მათ შორის ალბათ ის თურქეთსაც დატოვებდა, ამიტომ გამოძიების ინტერესებშივე არ არის და არანაირად არ არის ობიექტურად ახსნადი, რატომ უნდა მომხდარიყო დღეს ასე გასაჯაროება ამ ფაქტისა, იმიტომ რომ დაინტერესებულ პირს თუ ეს ადამიანი დაუშვათ მართლაც არის დანაშაულის ჩამდენი, შეეძლო ენახა ინტერნეტით ეს საინფორმაციო გადაცემები და დარწმუნებული იყო, რომ ის იძებნება. ამიტომ ის შეეცდება არც ირანში არ წავიდეს, დატოვოს საჩქაროდ თურქეთი და შესაძლოა მისი მიკვლევა და მისი დაკავება გახდეს შეუძლებელი. ამიტომ არანაირად არ არის გამართლებული ის, რაც გააკეთა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ერთი რომ დაარღვევა დანაშაულობის პრეზუმპცია და მეორე დამატებითი შესაძლებლობა გაუჩინა სავარაუდოდ დანაშაულის ვფიქრობთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დაჩქარებულ ტემპში ინფორმაციის გავრცელება სწორედ ბოლო დროს პოლიტიკურ განცხადებებს უკავშირდება. მე კიდევ ერთხელ გაგახსენებთ პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც კრიმინოგენული ვითარების გაუარესებაზე საუბრობს და შემდეგ ოპონენტთა მხრიდან დაუშვათ რეიტინგებით და გამოქვეყნებული სტატისტიკით საუბარი, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის. ანუ ეს ხომ არ უბიძგებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მეტად ეფექტურად დაუშვათ იმუშაოს ამ თემასთან დაკავშირებით. იცით რა არის, აი ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ პოლიტიკურ პარტიათა თუ პოლიტიკურ ძალთა ურთიერთდაპირისპირებულობას ეწირება უმთავრესი დანაშაულის გახსნის, დანაშაულის გამოძიების და მართლმსაჯულების ინტერესები ამ ქვეყანაში. იმიტომ რომ რაც არ უნდა შემზარავი იყოს ეს ფაქტი, უპირველეს ყოვლისა ყველა პოლიტიკოსის ამოცანა უნდა იყოს პრეზიდენტის დაწყებული და რიგითი საჯარო მოხელით დამთავრებული, რომ ეს დანაშაული გაიხსნას, დამნაშავე იდენტიფიცირებული იყოს
იყოს და ის დაისაჯოს კანონის შესაბამისად და არამც და არამც არ ვარგა ეს მდგომარეობა, როდესაც პრეზიდენტი ახლა ნიშნის მოგებით იხსენებს ყველა ფაქტს, რომელიც დანაშაულის მოხდა და ამაზე აკეთებს აქცენტებს, ამაზე აკეთებს გამოსვლებს და მეორე მხარე ამაზე რეაგირებს მათი ჭკუით ალბათ ადეკვატურად და აკეთებს დანაშაულის გახსნის შესახებ ასეთ უსაფუძვლო განცხადებებს ძალიან ოფიციალურ, ძალიან მასშტაბურ მედია დონეზე, რაც ძალიან სამწუხარო, იმიტომ რომ მე მეჩვენება, რომ ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც ადამიანებს დაავიწყდათ, რომ ისინი გვემსახურებიან ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენს კანონიერ ინტერესებს უნდა იცავდნენ და ერთმანეთს ნიშნის მოგებით არ უნდა უცხადებდნენ, რომ გაიზარდა დანაშაულის რიცხვი თუ გახსნის დანაშაულთა გახსნის მდგომარეობა არის სავალალო. მაინც პრიორიტეტი დღეს თუნდაც იგივე პოლიტიკოსებისთვის ეს კონკრეტული ფაქტი უნდა იყოს, არა თუ რეიტინგებით საუბარი. არ ვიცი თქვენი პოზიცია როგორია, როცა საუბრობენ რომ 16% იყო, ადრე გახსნა, წელს არის 60%, პრეზიდენტი ამბობს რომ მას ესაუბრებიან და ეუბნებიან რომ აი დანაშაულის რაოდენობა იმატა და უმრავლესობა ცდილობს რომ გაამყაროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მეშვეობით და რეიტინგების მეშვეობით თავისი არგუმენტები რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის. თუმცა ეს არის ზღვისპირა ქალაქი, საკურორტო ზონა და ბუნებრივია აქ არა მარტო ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე საუბარი, საკმაოდ დიდი ინტერესია იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც აპირებდნენ თუნდაც ტურისტის რანგში ჩამოსვლა საქართველოში. ამ კუთხითაც შექმნის თუ არა სერიოზულ პრობლემებს და მოუწევს თუ არა იგივე სამინისტროს და თუნდაც პოლიტიკურ პარტიებს განმარტებების გაკეთება, რომ მათი სიცოცხლე საქართველოში და ზღვისპირა ტერიტორიაზე იქნება უსაფრთხო. ძალიან სამწუხაროა რომ გვიწევს ამისი ანალიზი ახლა რომ წარმოვიდგინოთ ერთი წუთით რომ არანაირი სხვა დანაშაული არ მომხდარა წელს საქართველოში და ვიოცნებოთ რომ არც მომავალში არ მოხდეს ეს ერთი ფაქტი არის იმდენად შემზარავი იმდენად მძიმე რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს მის გასახსნელად და ის განცხადება რაც დღეს გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მისმა წარმომადგენლებმა მისი სახელით არამც და არამც არ ნიშნავს დანაშაულის გახსნას დანაშაული გახსნილია მაშინ, როდესაც იდენტიფიცირებულია დამნაშავე და ის არის დაკავებული და დასჯილი. ხოლო აი ამ დანაშაულის გახსნის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავებისა და დასჯისა არ გვაქვს. შესაბამისად არ შეიძლება ლაპარაკი იმაზე, რომ ეს არის წარმატებული შემთხვევა და ეს უნდა მიეწეროს როგორც პოზიტივი შინაგან საქმეთა სამინისტროს. ამიტომ ეს ძალიან სათუთი თემაა და ძალიან მტკივნეულია და ძალიან მწუხვა, რომ ასე უდგებიან დღეს ამას პოლიტიკოსები. მეორეს მხრივ ლაპარაკია იმაზე, რომ ორი სახელმწიფოს მიმართ გაკეთდა ოფიციალური განცხადება. ერთი თურქეთის მიმართ, რომელსაც თითქოს და მიმართეს და ისინი უნდა დაეხმარონ ამ დამნაშავის მოძებნასა და გადმოცემაში და მეორეს მხრივ, რომ ეს არის ირანის მოქალაქე. ანუ თუ თურქეთმა ვერ გაამართლა ეს მოთხოვნა და ვერ მოახდინა მისი დაკავება ამ სავარაუდო დამნაშავის, გამოდის, რომ თურქეთთან ურთიერთობები შეიძლება ძალიან სერიოზულად შეილახოს. რა თქმა უნდა და მეორეს მხრივ ჩვენ ირანი გვესახება მეზობლად, რომლისგანაც ძალიან დიდი რაოდენობის ტურისტები უნდა ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში და რა თქმა უნდა არანაირად გამართლებული არ არის გამოვაცხადოთ, რომ ეს არის ირანის მოქალაქე, როცა არა ვართ დარწმუნებული, იმიტომ რომ შეიძლება მას ყალბი პასპორტი ჰქონდა და მისი ვინაობა არ შეესაბამება იმას, რაც ასე ვთქვათ დადგინდა საბაჟო წერტილზე საზღვრის გადაუკვეთის შემთხვევაში. ასე რომ ეს სრულიად დაუსაბუთებელი, ზერელი და ძალიან ზედაპირული განცხადებები ერთის მხრივ ძალიან ცუდ ვითარებას ქმნის ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ და არაფრით არ არის გამართლებული ამ შემთხვევაში შედეგი არა გვაქვს ის რისთვისაც იღწვიან ეს ადამიანები. მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები არის კიდევ ერთი საქმე, რომელზეც ითხოვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან პასუხს. ეს არის მიქაუტაძის საქმე, რომელთან დაკავშირებით გარკვეული დროის მანძილზე თუნდაც მედიის მხრიდან იყო მეტი აქტიურობა, თუმცა დღეს რატომღაც ნაკლები ინტერესია ამ საქმესთან დაკავშირებით. რა ინფორმაციას ფლობთ პირადად თქვენ? დამატებით მიიღეთ რამე ოფიციალური ინფორმაცია თუნდაც რომ საზოგადოებამ გაიგოს რეალურად ვისი ბრალი იყო ან რა მიზეზით გახდა ეს ადამიანი ზღვისპირას გარდაცვლილი?
იცით რა, მე ზოგადად მივესალმები იმას, რომ მედია ძალიან დაინტერესებული ასეთ შემთხვევები და უნდა ვთქვა თქვენი კოლეგის სასახელოდ, რომ მისი მუშაობა არის ძალიან სერიოზული და ძალიან კვალიფიციური ჟურნალისტური გამოძიება ძალიან გვეხმარება ყველას და მათ შორის სახელმწიფოც ამას უნდა უყურებდეს როგორც ძალიან პოზიტიურ მოვლენას. ამიტომ მე ძალიან დამაინტერესა ჟურნალისტების მიერ მოპოვებულმა ინფორმაციამ, რომ გვამს სახეზე ეტყობოდა დაზიანება, მაშინ როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით მას გარეგნულად სხეულზე არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა. ეს განცხადება მაშინვე გახდა ძალიან უსაფუძვლო, ჩემთვის როგორც კი ვნახე ფოტო და დაზიანება, რომელიც ცხედარს აშკარად ჰქონდა. ამიტომ ასეთი განცხადების შემდეგ თუ კი ასეთი ინფორმაცია გავრცელდა, სამინისტრო მოვალეა, უბრალოდ ვალდებულია ან გააბათილოს ის განცხადება როგორც უსაფუძვლო და ყალბი, ან დაადასტუროს და ბოდიში მოგვიხადოს იმისათვის, რომ სამინისტროს სახელით გაკეთებული განცხადება არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ეს არის ერთი დეტალი. ზოგადად ჩვენ უნდა დავეყნოთ და დავიჯეროთ თუ არა იმ უწყების მიერ ჩატარებულ გამოძიებას, რომლის თანამშრომლებზე არის რეალურად კითხვის ნიშნები, თითქოს მათი ბრალეულობაც შესაძლოა გამოიკვეთოს გამოძიების დასრულების შემდეგ არ გამოიკვეთოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მე მაგალითად უფრო სანდოდ მეჩვენებოდა გამოძიება, თუ კი სრულად გადაეცემოდა პროკურატურას, რაც არ გაკეთებულა და სულ ახლახანს ჩვენ ყველანი ვიყავით მოწმე, რომ გვირგვლიანი საქმეზე ევროსასამართლომ სწორედ ეს დაადგინა როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარღვევა, რომ ვანო მერაბიშვილის უწყება იძიებდა იმ საქმეს პირველი 2 თვის განმავლობაში, რომელშიც პირადად ის და მისი ოჯახის წევრი იყო, ასე ვთქვათ, გარეული. ამიტომ ამ შემთხვევაში ძალიან საეჭვოა ეს განცხადებები, ვიდრე გამოძიება კვლავინდებურად რჩება შინაგან საქმეთა უწყების ქვეშ. ჩვენი კოლეგებიც და პირადად ჩვენი გადაცემაც ამ საკითხს სისტემატურად მიაქცევს ყურადღებას, რათა მიქაუტაძის საქმეზე არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები და კიდევ ერთი საკითხი, რაზეც საზოგადოებაში საკმაოდ ბევრს საუბრობენ, ეს არის მოზარდებზე განხორციელებული სექსუალური ძალადობა ბოლო პერიოდში იმატა კახეთში, თუმცა არ ვიცით რა მდგომარეობა სხვა რეგიონებში, თუმცა ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ფაქტია, რომ მოზარდების წინააღმდეგ არის ძალადობა. რა აკეთდება სახელმწიფოს მხრიდან, რომ მეტნაკლებად მაინც შემცირდეს, თუნდაც რაოდენობა ბოლო 1 კვირის მანძილზე თუ არ ვცდები 3 ფაქტი დაფიქსირდა. დიახ, სხვა შორის კახეთის რეგიონში ეს ტრაგიკული შემთხვევები რა კი მოხდა, ამიტომ ჩვენ უნდა მივიღოთ, ასე ვთქვათ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რაღაც განსაკუთრებული ზომები ტარდება, დაიგეგმა და ხორციელდება ამ რეგიონში, იმიტომ რომ ეს არის სრულიად სპეციფიკური დანაშაული, ძალიან მძიმე დანაშაული და არამც არ არის გამართლებული აქაც ის, რაც მოხდა ამ საქმეებზე, რამდენიმეზე ყოველ შემთხვევაში საპროცესო შეთანხმება დაიდო ბრალდებულთან, რამაც გაასაიდუმლოვა შედეგი, რომელიც დადგა საქმეზე დამნაშავის მიმართ. საუბრობთ, მე როგორც ვიცით, ამ ბრალდებით დაკავებულ ადამიანს შესაძლოა 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ჰქონდეს, მაშინ როდესაც იგივე მარიხუანას მოხმარებისთვის 11 წლით მოუწიოს ადამიანს ციხეში ყოფნა. ანუ აქაც ხო არ ფიქრობთ, რომ არის სერიოზული დისბალანსი? გეთანხმებით, იმიტომ რომ კანონმდებელმა თავის დროზე, როდესაც გაამკაცრა სანქციები ნარკოტიკული დანაშაულისათვის, სრულად გამორჩა ის, რომ მაგალითად სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ან გარყვნილი ქმედების შემცვლელი დანაშაულები დარჩა ძველი სანქციით, რაც საკმაოდ დაბალია და გეთანხმებით, რომ ეხლა როდესაც გამოიკვეთა, რომ ზედიზედ რამდენიმე დანაშაული მოხდა და თანაც ერთი და იგივე ტერიტორიაზე, ეს ძალიან საგანგაშო ვითარება არის. ამიტომ ამ პროცესში უნდა ჩაერთოს როგორც საკანონმდებლო ხელისუფლება და იფიქროს იმაზე, სასჯელის გამკაცრება თუ სხვა რამ არის საჭირო პრევენციისთვის, თორემ უკვე მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა მოხდეს გამოძიება, მაგრამ აქ გვაქვს სერიოზული პრობლემა იმ თვალსაზრისით, რომ ყველა ეს საქმე დასრულდა საპროცესო შეთანხმებით და არა განაჩენით, რომელიც შესაძლებელს გახდიდა საზოგადოებას ქონოდა უფრო მეტი ინფორმაცია გამოძიებამ რა დაადგინა და სასამართლომ რისთვის მიუსაჯა და რა მიუსაჯა დანაშაულს. ანუ
მეტი ეფექტურობა არის სახელმწიფოსგან საჭირო, რომ ეს ფაქტები გაცილებით უფრო ნაკლები იყოს. დიდი მადლობა, უფლობა დამცველი ლია მუხაშავრია პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს და ჩვენ ქართონი მაია ცირამოა ბავშვთა ფსიქოლოგი უნდა ჩავრთოთ პირდაპირ ეთერში და სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით გავაგრძელოთ საუბარი. ქართონი მაია, დიდი მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. პირველ რიგში აუცილებლად უნდა გკითხოთ, რა შეიძლება გამხდარიყო რეალურად მიზეზი იმისა, რომ მოზარდებზე სექსუალური ძალადობის ფაქტებმა იმატა. ხომ არ ფიქრობთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან გაცილებით მეტი ყურადღება არის საჭირო, რაზეც ცოტა ხნის წინ ქალტონი ლიაც საუბრობდა. მოგესალმებით და გამოვთქვა ღრმა მწუხარებას იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელზეც სამწუხაროდ ჩვენ დღეს გვიხდება საუბარი. რაც შეეხება მიზეზები, ეს მგონია, რომ ესე ასე ვთქვათ, საკმაოდ სერიოზული კვლევის საგანი უნდა გახდეს. მე მოუწოდებდი საზოგადოებას, სპეციალისტებს, რომლებიც შეიძლება იყვნენ ამ საქმეში ჩართულები, იმისაკენ, რომ ყველა кейსი, ყველა შემთხვევა, რაც მოხდა ბოლო ხანებში აღმოსავლეთ საქართველოში სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით, იქნას საკმაოდ სერიოზულად შესწავლილი სხვადასხვა კუთხით, იმიტომ რომ მე ხა არ ვიცნობ ესე კონკრეტულად საქმეს, მაგრამ რაც მესმის, რასაც ვკითხულობ საინფორმაციო საშუალებებში, ჩანს იქ აი მაგალითად მშობლის ჩართულობაც, მშობელიც ერთ-ერთი მონაწილეა და ხელს უწყობს იმას, რომ მის შვილის მიმართ განხორციელდეს სექსუალური ძალადობა. ეს არის საკმაოდ სერიოზული საკითხები შესასწავლად, რატომ მაინც და მაინც ამ ბოლო ერთი თვის მანძილზე რა ხდება. ძალიან გამიჭირდება მე ახლა ვისაუბრო ამაზე, რამ განაპირობა. ალბათ ჩვენ უფრო ველოდებით ინფორმაციას, რამდენად ხდება დაზარალებული მოზარდების რეაბილიტაცია. არსებობს თუ არა კონკრეტული ცენტრები საქართველოში, რათა ისინი ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდნენ ამ სერიოზული სტრესის შემდეგ? ცხადია არსებობს ასეთი ცენტრები და ერთ-ერთ ასეთ ცენტრში მუშაობ მეც, რომელსაც შეუძლია იმუშაობს მსგავსი, ასე ვთქვათ, მსგავს შემთხვევებზე. ეს არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი ზიანდება არა მხოლოდ მისი ფიზიკური ჯანმრთელობა, ფსიქიკური ჯანმრთელობა, არამედ ის შეიძლება მან სოციალური ფუნქციონირებაც კი შეწყვიტოს. ანუ ძალიან სერიოზული მიდგომები აქვს საჭიროა, რომ ფსიქოტრაუმატოლოგებმა იმუშაონ, იმიტომ ეს არის ძალიან ღრმა, ძალიან შორს მიმავალი პროცესი, რომელსაც დროზე სჭირდება, რა თქმა უნდა, სპეციალისტების ჩარევა და ვიტყოდი, რომ მულტიდისციპლინური მიდგომაა საჭირო, არა მხოლოდ ფსიქოლოგი, არა მხოლოდ ფსიქოტრაუმატოლოგი, სოცმუშაკი, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ფსიქიატრიც და ასე შემდეგ. ნება უნდა იყოს თავად დაზარალებული მშობლის მხრიდან. რამდენად ხდება ხოლმე მშობლის მხრიდან ინტერესი, რომ ამ პროცესში კონკრეტული ორგანიზაცია ჩაერთოს და ფსიქოლოგის დახმარება გახდეს საჭირო? ეცეთ ხშირ შემთხვევაში შესაძლოა მათ არ ქონდეთ ინფორმაცია და არის შემთხვევები, როდესაც ისინი გაურბიან ამას. აქ მე მგონი ძალიან სერიოზული საკითხია, სადაც მედიას, ჩემი პროფესიის ადამიანებს ელემენტარული პროფესიული ეთიკის დაცვა სჭირდებათ. გულისხმობ აქ კონფიდენციალობას. ერთადერთი მიზეზი ალბათ რატომაც ისინი თავს არიდებენ, სწორედ აი ამის შიშია, იქნება თუ არა კონფიდენციალობა დაცული. მეორე რომ ის რომ ნაკლებად იციან რამდენად ღრმა და რამდენად მძიმე შეიძლება ეს აღმოჩნდეს სამომავლოდ. ხშირად აი ესეთი დამოკიდებულებაც კი არსებობს, რომ აი გაარიდებენ იმ გარემოს, სადაც ეს ამბავი მოხდა, მოწყვეტენ ასე ვთქვათ იმ სოციალურ გარემოს, სადაც ის ცხოვრობდა. შეიძლება ეს არის რაღაც ასე ვთქვათ პოზიტიური ცვლილებაც, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია რომ აქ სპეციალისტები ძალიან სერიოზულად ჩაერთონ და ალბათ კარგი იქნება თუ აი მათ მშობლებთან არ ვიცი ვინ უნდა იმუშაოს, ვის მიუწვდება ხელი ამ ინფორმაციაზე, მოხდეს მათი რეფერირება შესაბამის, ასე ვთქვათ, ორგანიზაციებს, რომელსაც შეუძლიათ იმუშაონ ამას. დიდი მადლობა, რომ იღეთ მონაწილეობა და მოგვეცით რჩევები. ფსიქოლოგი მაია ცირამოა იყო პირდაპირ ეთერში. რეკლამის შემდეგ უკვე გიორგი ღვინიაშვილი შემოგვიერთდება, რომელიც ამბობს, რომ კახეთში ატმის მოსავალი ჩავარდა.
საპარლამენტო ტრიბუნა ატმის მოსავალზე სასაუბროდ საპარლამენტო უმცირესობის წევრი ატმის სეზონის ჩავარდნას პროგნოზირებს და მთავრობას რეაგირებისკენ მოუწოდებს. გიორგი ღვინიაშვილს ვსვთავთ პირდაპირ ეთერში, რომელიც უმცირესობის გადაწყვეტილებასაც გაგვაცნობს. ცნობილი ხდება, რომ ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს. გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი გვერდება. საღამომშვიდობის ბატონო გიორგი, გმადლობთ, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოკლედ პირველ რიგში თქვენ კანონმდებლებს უთხარით, რომ კახეთში ატმის მოსავალი პრაქტიკულად ჩავარდა და გლეხები საჭიროებენ დახმარებას. რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს წინა წლებთან შედარებით? ზოგადად იყო უხვი მოსავალი და არ მოხდა მოსავლის რეალიზაცია, თუ ფასთან გვაქვს პრობლემა? მოგესალმებით, მივესალმები თქვენს ტელემაყურებელს. მე მინდა გითხრათ, რომ ფაქტიურად წლევანდელი ატმის სეზონი ჩავარდა. მე ამის თქმის უფლებას ისმაძლევს, რომ მე ძალიან ხშირი შეხვედრა მაქვს მოსახლეობასთან, რომელმაც ატამი მოიყვანეს და პრაქტიკულად უნდა ითქვას, რომ საერთოდ ფასი არ აქვს წელს ატამს. მინდა გითხრათ, რომ წინა წლებში მთავრობა მუშაობდა ამ მიმართულებით, რომ რაც შეიძლება გაადვილებოდათ გლეხებს თავიანთი მოსავლის გასაღება. მიმდინარეობდა მუშაობა ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, აზერბაიჯანთან, ბელორუსიასთან, უკრაინასთან. შარშან მინდა გითხრათ, რომ სეზონის დასაწყისში ვაშლატამა ესეთი სახეობა არის ატმის 2 ლარის ღირდა და წელს დაახლოებით 2 კვირის წინ და დღესაც მე ვიცი, რომ სავალალო მდგომარეობაა ფასის მიხედვით და ფაქტიურად უკვე სეზონი ილევა ატმის 7 და 5 თეთრი გამოდიოდა ატმის ფასი. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა საერთოდ ხელი აიღო მოსავლის აღებაზე. ასე რომ მე არაერთხელ მოუწოდე სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც, მთავრობასაც, რომ მათ ისინი აქტიურად ჩაბმულიყვნენ ამაში და ყურადღება მიექციათ გლეხებისთვის. იმიტომ რომ როდესაც სახელმწიფო მუშაობს და წინა წლების მაგალითიდან ვიცით ჩვენ, შესაბამისად გასაღებაც უფრო ადვილია. თუმცა ბატონო გიორგი, იყო პერიოდები, როდესაც მოსავალი წინა წლების მაგალითზე ვსაუბრობთ, მე დღეს გადავხედი არქივს, გასულ წელს, იმის წინა წელს იმართებოდა აქციები, სადაც ადგილობრივები მოითხოვდნენ მთავრობის დახმარებას. იგივე საკონსერვო ქარხნების გახსნაზე იყო საუბარი, რასაც პირდებოდა ხელისუფლება, ასევე ბაზრის გახსნაზე იყო განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებული. თქვენ ამბობთ, რომ 2 ლარამდე ღირდა კონკრეტულად ვაშლატამა, თუმცა მე ვიცი, რომ ატმის ფასი გასულ წლებში 10-დან 30 თეთრამდე მერყეობდა. ამას გლეხები ამბობენ ინტერვიუებში. არ ვიცი თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ. არა, მე მინდა დაგიზუსტოთ, მე გასული წლის ატმის სეზონზე ვიყავი კახეთის გუბერნატორი და მე სოფლის მეურნეობის მინისტრთან და ზოგადად სამინისტროსთან ერთად ძალიან აქტიურად ვიყავით ჩაბმული ამაში. ასე რომ მე მინდა რომ დავაზუსტო, რომ 2 ლარი ღირდა, როდესაც მოსავლის შემოსვლის დასაწყისი იყო, ხოლო როდესაც პიკს აღწევდა, დაახლოებით 60 თეთრზე დაბლა უკვე აღარ ჩამოდიოდა. თანაც ამ ყველაფერთან წელს ყველაზე ცუდი მდგომარეობა, იმიტომ არის, რომ ფასიც არ აქვს და ასევე რეალიზაციაც არ ხდება. ყველაზე ცუდი ეს არის. თქვენ შეგიძლიათ ჩაბრძანდეთ ადგილზე და უამრავ ბაღებს ნახავთ, სადაც ატამი ჯერ არ მოკრეფილა. ამიტომ მოუწოდე მე ხელისუფლებას, რომ ამ მხრივ უნდა აქტიური მუშაობა. მე მივესალმები ნებისმიერი სახით გლეხის დახმარებას და გლეხების სახელით მე ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ამ ხელისუფლებას, რომ ჩატარდა საღაზაფხულო ხუნათესვა. ეს ძალიან კარგია, მაგრამ წინა საარჩევნო დაპირება მხოლოდ ხუნათესვაზე არ იყო ქართული ოცნების, იყო მოსავლის აღებით და ბაზრამდე მიტანი და მისი გასაღების მოპოვებაში. ასევე ძალიან დიდი ილუზია შეუქმნეს ჩვენს მოსახლეობას, სოფელში მაცხოვრებელ მოსახლეობას, რომ მათ პროდუქციას თითქმის თანთქავდა რუსეთის ბაზარი. მაგრამ ამ მიმართულებით მე მგონი არაფერი არ გაკეთებულა და 1 კილოგრამი ატამი არ არის გასული, როგორც ვიცით რუსეთში. ისე რომ ეს არის ფაქტი, ეს არის რეალობა და შეგიძლიათ ჩაბრძანდეთ და ადგილზე ნახოთ სიტუაცია. რაზეც დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს შესაბამისი სამსახურების, სოფლის მეურნეობის თუ მთავრობის რეაქცია, რომ აღმოუჩინონ დახმარება გლეხებს. თუმცა მაინც საინტერესო იქნება, შეგიძლიათ თუ არა გაიხსენოთ გასული წელი. რამდენად დაეხმარა მაშინდელი მთავრობა, იგივე გუბერნატორი გლეხებს, როდესაც კონკრეტულ სოფლებში მე შემიძლია გურჯაანის რაიონი მოვიყვანო მაგალითად, გლეხების ნაწილმა არც კი დაკრიფა იგივე ატამი, რადგან ამბობდნენ, რომ აზრი არ ქონდა, რადგან ძალიან დაბალი იყო მისი ფასი. განსხვავება, ანუ ერთგვარი პარალელი რო გავავლო. მე შემიძლია მთელი პასუხისგებლობით განვაცხადო, რომ გასულ წელს ესეთ ფაქტებს, რომ ატამი არ დაკრეფილიყო, ასეც ადგილი არ ქონდა. იმიტომ რომ გაცილებით მეტი ფასი ქონდა შარშან და გაცილებით მეტად კარგად ხდებოდა რეალიზაცია.
და წელს შეგიძლიათ ჩაბრძანდეთ ადგილზე და ნახოთ ეს ყველაფერი თუ რა მდგომარეობა და ერთი რამე მინდა კიდე ხაზი გაუსვა. თქვენ იცით რომ შარშან საკმაოდ სერიოზული სტიქია იყო კახეთში, თელავში და მათ შორის გურჯაანის რაიონშიც, რა დროსაც ძალიან ბევრი ატმის ბაღი განადგურდა და ეს რომ ასე არ ყოფილიყო, გაცილებით მეტ მოსავალს მიიღებდა წელს, მოგეხსენებათ, მაინც ატმის მოსავალი ყველაზე მეტად გურჯაანის რაიონში მოდის, გაცილებით მეტი რაოდენობის ატამი იქნებოდა, აი მაშინ იქნებოდა კიდევ უფრო მეტად საშინელი მდგომარეობა. ამას მე რაღაც პოპულიზმის გამო არ ვლაპარაკობ, შეგიძლიათ ჩაბრძანდეთ ადგილზე, გაეცნოთ თუ რა მდგომარეობაშია ჩვენი გლეხობა ამ კუთხით. თუმცა ვალერი გორგიშვილი სახელი და გვარი მე ვსაუბრობ გურჯაანის გამგებელზე, ალბათ თქვენთვის იქნება ცნობილი. მე ცოტა ხნის წინ, რადგან მქონოდა მეტი ინფორმაცია, როდესაც თქვენ იქნებოდით პირდაპირ ეთერში, მოვუსმე მის ინტერვიუს, რომელიც შარშან აქციის პარალელურად არის გაკეთებული. ის ამბობს, რომ არის ხარვეზები, არ არის დაკრეფილი დაუშვათ იგივე ატმის გარკვეული ბაღები, თუმცა პრობლემის მოგვარება წინა საარჩევნოდ მაინც მოხერხდებოდა და გლეხებს მეტნაკლებად მთავრობამ აღმოუჩინა დახმარება. მოდით გადავინაცოთ საკანონმდებლო ორგანოში, სადაც დღეს და გასული დღეების განმავლობაში საკმაოდ დიდი ხმაური იყო, სადაც თქვენ ასევე ატმის მოსავალზე ისაუბრეთ და მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ იმედია მთავრობის მხრიდან იქნება სათანადო რეაქცია. რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის ბოიკოტს, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაში მონაწილეობაში არ მიღებასთან დაკავშირებით, რით შეგიძლიათ ახსნათ, რა არგუმენტი გაქვთ პირადად თქვენ, რატო არ მიიღებთ მონაწილეობას? მე მინდა გითხრათ, რომ მე თვითონ ამ კომისიის წევრი ვარ, ერთ-ერთი წევრი ვარ ამ უმცირესობიდან, ამ კომისიაში. ჩვენ თავიდან ძალიან აქტიურად ჩავედით, ვიღებდით მონაწილეობას, კონსტრუქციულადაც მიმდინარეობდა ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვეული პრაქტიკა, რასაც აკეთებს ჩვენი უმრავლესობა, ხელისუფლება, ამ შეხვედრებზე, ამ განხილვების დროს მოყავთ თავიანთი მომხრეები. მე შემიძლია გითხრათ რუსთავის ბოლო მაგალითი, რუსთავში რაც მოხდა და არ არის იმის საშუალება, რომ კონსტრუქციულად წარიმართოს ეს განხილვები. ამიტომ აზრი არ აქვს ჩვენ მიგვაჩნია და ამიტომ ვაცხადებ უარს ამ კომისიაში მონაწილეობაზე, თუმცა რა თქმა უნდა ამასთან დაკავშირებით ჩვენ პოზიციას დავაფიქსირებთ საკანონმდებლო ორგანოში. თუმცა როგორ ფიქრობთ, ამ ბოიკოტით ხომ არ დაზარალდება იგივე თუნდაც უმცირესობა, რომელიც არ მიიღებს მონაწილეობას და არ დააფიქსირებს თავის აზრს საზოგადოებასთან. მე გასაგებია, რომ თქვენ საუბრობთ, რომ გამოხატავთ თქვენს პოზიციას საკანონმდებლო ორგანოში, თუმცა ხალხთან ურთიერთობა იგივე თუნდაც უმრავლესობასთან ერთად არ არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი უმცირესობისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ხალხთან ურთიერთობა, მაგრამ ჩვენთვის აზრი აქვს ხალხთან ურთიერთობას მაშინ, როდესაც იქ მოდიან ადამიანები, რომლებთანაც შესაძლებელია კონსტრუქციული საუბარი და კონსტრუქციული განსჯა ზოგადად ამ საკითხს, რა თქმა უნდა, ყველანაირი საკონსტიტუციო ცვლილება ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის ზოგადად. და ჩვენ არასდროს არ ვერიდებოდით არც ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს და არც ახლა ხალხთან და საზოგადოებასთან ურთიერთობას პირიქით, მაგრამ კიდევ ვიმეორებ ის ჩვეული მეთოდებით, რასაც ოცნების მხარდამჭერი ადამიანები იქ აკეთებენ, უბრალოდ შეუძლებელი ხდება ამის განხილვა და სწორედ ამიტომ ვამბობ თუ არს. ეს არ არის გამოწვეული იმით, რომ ჩვენ საზოგადოებასთან ურთიერთობა არ გვინდა. ამიტომ ჩვენ მოგვიწევს, რომ მხოლოდ პარლამენტში დავაფიქსიროთ ჩვენ. როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე არის საუბარი, უმცირესობის მხრიდან უკვე გაისმა ბრალდება, რომ ეს ერთ კაცზე მორგებული კონსტიტუცია იქნება. სწორედ აქედან გამომდინარე გკითხეთ, გაცილებით მეტი აქტიურობა ხომ არ არის საუცლებელი, რათა სწორედ მსგავსი განცხადებების გაკეთება არ გახდეს საჭირო. ჩვენი კუთხით, რა თქმა უნდა, ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრას და ჩვენ ვიცით ჩვენი მოსახლეობის აზრი, რაშიც მათი აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენ გვეთანხმება, იმიტომ რომ წინა წლებში ყოველთვის საყვედურები ისმოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ხელისუფლება თავისთვის ირგებდა ამ კონსტიტუციას. გადახედეთ ახლა შემოთავაზებულ ცვლილებებს და მე მგონი შეუერაღებელი თვალითაც ძალიან კარგად ჩანს თუ რისთვის იქნება, რაზე იქნება მორგებული ეს საკონსტიტუციო ცვლილებები. კონკრეტულად შეგიძლიათ რომელიმე ერთი ცვლილება დაასახელოთ, რომელიც სწორედ ერთი კონკრეტული პირის გარშემო იქნება ეს კონსტიტუცია მორგებული. თუნდაც ორმოქალაქეობასთან დაკავშირებით, მე ეს ჩემი სუბიექტური აზრია, მე ღრმად მჯერა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ქვეყნის პრეზიდენტი და ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, რომლებიც არიან ამ ქვეყანაში პირველი პირები, უნდა იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები. აი ეს არის და ყოველთვის ამას ვამბობდი მე, იმიტომ რომ როდესაც ხარ უცხო ქვეყნის მოქალაქე და სხვა ქვეყნის მოქალაქე, გარკვეულწილად შენი ვალდებულებები გაქვს ყველა ქვეყანასთან, იმ ქვეყანასთან, ვისი მოქალაქეც ხარ. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ეს ამ თანამდებობის პირები
ანუ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები უნდა იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ იმ ქვეყნის მოქალაქეები, სადაც უკავიათ ეს თანამდებობა. თუმცა როდესაც საუბრობთ კონკრეტულად ერთ ადამიანზე, თქვენს გაქვთ უკვე ინფორმაცია, რომ იგივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი არჩევნების შემდეგ ტოვებს პოსტს და ის პოლიტიკიდან მიდის. ალბათ სხვა კონკრეტული პირი უნდა ვიგავსხმოთ ორმაგი მოქალაქეობის საკითხში თუ კონსტიტუციას მოირგებს და საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. მე ნამდვილად ვერ დავადასტურებ ჩვენი პრემიერ-მინისტრი არჩევნების წინ თუ არჩევნებამდე სად მიდის, ეს იმანიცის და მე ნამდვილად ვერ გამოვიცნობ ახლა ამას, ასე რომ მაგაზე არ ამოქვს. გასაგებია. და საარჩევნო კოდექსში შესატანცრუებებთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური განხილვები, თუმცა არსებული საარჩევნო კოდექსი, როგორ ფიქრობთ, რამდენად აკმაყოფილებს ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოს, რომ დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები? საარჩევნო კოდექსზე მუშაობა დღეს არ დაწყებულა, ჩვენ ამ წლების განმავლობაში მუდმივ მცდელობაში ვიყავით, რომ დაგვეხვეწა და ეხლაც ამჟამად მიმდინარეობს მსჯელობა, მიმდინარეობს განხილვა და ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს შემოთავაზებულ წინადადებებს, თუ ის ნამდვილად იქნება ისეთი, რომ ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები. იზიარებთ თუ არა იგივე თქვენი ოპონენტების ბრალდებებს, რომ აღნიშნული საარჩევნო კოდექსით არჩევნები არ შეიძლება ჩატარდეს დემოკრატიულ გარემოში, რადგან ის ერთი კონკრეტული პარტიის ინტერესს უფრო ასახავდა თავის დროზე. ჩვენ ოპონენტებს მეტი რაღა უნდათ საქართველოში 2012 წლის 1 ოქტომბერს მოხდა უპრეცედენტო შემთხვევა და მოხდა ნამდვილი დემოკრატიული ჩატარდა ნამდვილად დემოკრატიული არჩევნები და მოხდა ერთი ხელისუფლების მეორეზე გადაბარება მშვიდობიანი გზით. ასე რომ სასაყვედო რომ ამ ხრივ ძალიან ბევრი არა აქვთ. დიდი მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. გიორგი ღვინიაშვილი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი, პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით უკვე დღის ხომ მთავარი თემებით და სტუდიის სტუმრებით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეს არის ირაკლი ჩიხლაძის ღია თამაში და მომდევნო 1 საათის განმავლობაში თემები, რომლებსაც წარმოგიდგენთ. ედვარდ სნოუდენი ამ დრომდე რჩება მოსკოვის საერთაშორისო აეროპორტში გავრცელებული ინფორმაციით შესაძლოა მას რამდენიმე დღეში რუსეთმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს. შესაძლოა ეგვიპტეში პოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო გაუარესდეს, არ გამორიცხავენ რომ საპროტესტო აქციები სამოქალაქო ომში გადაიზარდოს და ინტერვიუ პენტაგონის ყოფილ ექსპერტთან. რუსუდან წერეთელი შემოგვიერთდება ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ექსპერტი საკმაოდ საინტერესო საუბრობს საქართველოსთან მიმართებაში. ეს არის თემები, რომელზეც მომდევნო 1 საათის განმავლობაში უნდა ვისაუბროთ, ასევე პირდაპირ ეთერში უნდა შემოგვიერთდეს ოდნავ მოგვიანებით ზუგდიდის გამგებელი და ვისაუბროთ, რამდენად დაიწყო ანაკლიაში ტურისტული სეზონი და რამდენად მზად არის რაიონი იმისათვის, რომ დამსვენებლებს უმასპინძლოს. მანამდე ეთერი დაუთმოთ საინფორმაციო სამსახურს და ნინო ვარდოსანიძეს. კიდევ ერთხელ მოგესალმები ირაკლი და გაგაცნობთ 7 საათისთვის განვითარებულ მოვლენებს. საქართველოს ეკონომიკური განვითარების გრძელვადიან გეგმაზე მუშაობა სექტემბერში დასრულდება. ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ეკონომიკური გუნდის მრჩევლებთან და მინისტრების მოადგილეებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ბიზნეს ცენტრში შეხვედრას, რომელიც 2 საათს გაგრძელდა, ბიზნეს ომბუდსმენი და საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი გეგმა ეკონომიკის ყველა მიმართულების გაჯანსაღებას და ინვესტიციების მოზიდვას ითვალისწინებს. გეგმის შემუშავებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები და ექსპერტების ჯგუფია ჩართული. საკმაოდ გაგვიჩიანურდა, მაგრამ რა თქმა უნდა ობიექტური პრობლემებია არსებობდა, უფრო მეტი ვიდრე სუბიექტური. მთელი ეკონომიკური ჯგუფი გადაგებულია ძალიან ბევრ საკითხებზე, იგივე ეკონომიკურ ჯგუფთან ერთად ვახერხებთ ჩვენ ამ სტრატეგიის ჩამოყალიბებას, მეც აქტიურად მონაწილეობ. ცოტა გაგვიჩიანურდა, მაგრამ სექტემბრისთვის მე მგონი რომ გვექნება ეს დოკუმენტი, რომელიც სასარგებლოდ გამოგვადგება და არა ფორმალური დოკუმენტი იქნება. პრემიერ-მინისტრი ზუგდიდსა და ბათუმში მომხდარ ინციდენტებსაც გამოეხმაურა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის პრაიმერიზის წინააღმდეგ გამართულ აქციაში ქართული ოცნების აქტივისტები არ მონაწილეობდნენ. თუმცა ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ თუ კი დადასტურდება, რომ ქართული ოცნების წევრებმა არაკანონიერად იმოქმედეს, ისინი პარტიიდან გაერიცხებიან. არავითარი მსგავსი არ მტკიცდება, რომ ეს არის ჩვენი ოფისისგან ორგანიზებული და ჩემთვის ეს წარმოუდგენელია. მე არ ვიცი ხოლმე როგორ ჯერათ ჟურნალისტებს და საზოგადოება როგორ ღებულობს რომ ეს ვერტიკალი როგორც მუშაობდა მათ დროს, როგორ ხდებოდა ორგანიზება ესეთ შეხვედრებზე და როგორ ხდებოდნენ პირადად მე და რა პროცესები იყო გამართული იგივე გამგებლებს და გამგებლების მოადგილებს ახლა რო ასახელებენ.
სააქციო საზოგადოება თელასი ზამთრის სეზონისთვის მზადებას იწყებს. კომპანიამ ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაოების განხორციელება დაიწყო, რის გამოც თბილისის უბნებს ელექტროენერგიის მიწოდება დღის განმავლობაში რამდენიმე საათით შეიზღუდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თელასი ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად ატარებს. მოგახსენებთ, რომ კომპანია თელასი ზამთრისთვის მოსამზადებელ სარეაბილიტაციო სრულმასშტაბიან სამუშაოებთან დაკავშირებით თანამშრომლობს სამინისტროსთან და პერმანენტულ რეჟიმში ხდება ინფორმაციის მიწოდება. კომპანიაში ასევე მინდა გაცნობოთ, რომ კომპანიაში მუშაობს ცხელი ხაზი და ვებგვერდი, სადაც ონლაინ რეჟიმში ხდება ინფორმაციის განთავსება გამორთვებთან დაკავშირებით. აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები აუცილებელია სისტემის გამართულად მუშაობისთვის. რათა ზამთრის თვეებში ქვეყნის ელექტრომომარაგებაში რაიმე სახის პრობლემები თავიდან ავიცილოთ და ავარიის რისკები მინიმუმამდე შევამციროთ. კომპანია თელასი და ენერგეტიკის სამინისტრო ბოდიშჩუქთის მოსახლეობას ელექტროენერგიის გათიშვით გამოწვეული დისკომფორტისათვის. თბილისის მერი ყაზბეგის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. რაიონის გამგებელთან ერთად გიგი უგულავამ ყაზბეგის ქუჩის პირველ ნომერში 7 სართულიანი კორპუსი დაათვალიერა. შენობა 10 წლები ავარიულ მდგომარეობაშია. კორპუსის ამხანაგობამ დახმარების თხოვნით თბილისის მერიას მიმართა და კორპუსის გამაგრება მოითხოვა. სამუშაოები 1 კვირის წინ დაიწყო. პროექტი თანადაფინანსებით ხორციელდება და ადგილობრივმა მოსახლეობამ საჭირო თანხის მხოლოდ 10% გამოყო. სამუშაოების პირველი ეტაპი საძირკვლის ფუნდამენტურ გამაგრებას ითვალისწინებს. ქალაქის ინფრასტრუქტურისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური შენობა იყო, რომელიც წლების მანძილზე პროგრესირებდა ავარიულობას. საბოლოო ჯამში ჩვენ შევჯერდით და უკვე პროექტიც დამტკიცებულია, ექსპერტიზა გავლილი და ეს სამუშაოები უკვე დაიწყო. პირველი ეტაპი დეკემბერში დასრულდება და მეორე ეტაპი უკვე გაისად გადავა. კორპუსს ჰქონდა ისეთი სახის დეფორმაცია, რომ ვერ გაიგებდი რომელი მხრიდან ინგრეოდა. ამიტომ მოსახლეობასთან აქტიური კონსულტაციების შედეგად ჩვენ შევიმუშავეთ მისი გამაგრების პროექტი. ჯამურად დაჯდა დაახლოებით მიმდინარე წლის განმავლობაში 500.000. რა თქმა უნდა, ეს არ არის ცოტა თანხა, მაგრამ მომავალში ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ გავმართოთ შეხვედრები დეველოპერებთან, რომ მსგავსი ავარიული კორპუსები მშენებლობა მოხდეს მათი თანადაფინანსებით. რა პრობლემები დგას დღეს სოფლის მეურნეობის სფეროში და როგორია მათი გადაჭრის გზები? ამ საკითხებზე დღეს სასტუმრო ამბასადორში იმსჯელეს. დისკუსია სასოფლო სამეურნეო მასალებზე ხელმისაწვდომობის და მცირე ფერმერული მეურნეობების პროდუქტიულობის ზრდის შესახებ გაიმართა. შეხვედრის ორგანიზატორია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ქეა საერთაშორისო კავკასიაში. შეხვედრაში ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ფერმერები და სასოფლო სამეურნეო მასალების მომწოდებლები მონაწილეობდნენ. ძირითადი საკითხი სასოფლო სამეურნეო მასალების ხელმისაწვდომობა, რომ რამდენად არის საქართველოში ხელმისაწვდომი სასოფლო სამეურნეო წარმოებისათვის საჭირო მასალები, კერძოდ პესტიციდები, ვეტერინარული პრეპარატები, რამდენად ხდება ინფორმირება ფერმერების, როგორია სახელმწიფოს როლი და ასე შემდეგ. საკითხი ძალიან საინტერესო იყო, განსაკუთრებით ჯგუფებში ჩატარებული დისკუსიები, სადაც კონკრეტულად იყო განხილული ეს პრობლემები, რომელიც თქონდა სოფლის მეურნეობაშია. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ფერმერებისთვის, რომ შეხვდნენ ერთმანეთს და გაუზიარონ გამოცდილება და სხვადასხვა საკითხები. ასევე საკუთარი პოზიცია გააცნოთ ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. ხელისუფლება საშუალებას აძლევს მოусმინოს ფერმერებსა და მიიღოს გადაწყვეტილება სამოქმედო გეგმის შესახებ. კერძო სექტორი კი მსგავსი შეხვედრებით ამ სფეროში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას იღებს. დილიდან მიმდინარეობდა დასუფთავების აქცია მცხეთაში. ილია ჭავჭავაძის ძეგლთან აქციაში მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობა და ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. მათ ძეგლის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაასუფთავეს. აქცია მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით აღნიშნულ ტერიტორიაზე ხშირად ტარდება და მომავალშიც გაგრძელდება. კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში რადიო მაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადებული კონკურსის მოსამზადებელი სხდომა გაიმართა. სხდომაზე კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნა. კონკურსში მონაწილეობას სულ 5 კომპანია იღებს, ესენია სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ენერჯი გრუპი, სტერეო პლუსი, არტ რადიო და არტ პალასი. სხდომაზე შესვენების დროს მცირე ინციდენტის მოხდა რადიო ჰერეთის დამფუძნებელმა რამაზ ზასხარაძემ დოკუმენტაციის ნახვა მოითხოვა, რომელიც
საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს. მას აღნიშნული დოკუმენტაციის ნახვის საშუალება მხოლოდ 9 საათის დაგვიანებით მიეცა. კომისიის მორიგის ხდომა 22 აგვისტოს გაიმართება, სადაც კომისიის წევრები ზეპირი მოსმენით გაეცნობიან კონკურსანტების პოზიციას, თუ რატომ უნდა გადაეცეთ მათ აღნიშნული ლიცენზია. ხუთივე კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და შესაბამისად ხუთივე კონკურსანტი მიიღებს მონაწილეობას 26 აგვისტოს ჩანიშნულ კონკურსში. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ საჯარო გამხდარიყო მყისიერად დოკუმენტაცია და მოგცემოდა იმის უფლება, რომ ყველა დოკუმენტაცია ქსეროასლების სახით გადაგვეღო და ასევე ვიდეოკამერის საშუალებით ჩაგვეწერა, თუმცა კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ 9 საათის განმავლობაში არ ვიცი, წაიღეს იურიდიულ დეპარტამენტში ჩვენი დოკუმენტაცია. ხანამ არ დავწერე, ასე ვთქვათ, განაცხადი, რომ დაუყოვნებლი მოეცათ ჩვენთვის აღნიშნული დოკუმენტაცია, მანამდე არ გახდა ჩვენთვის ხელმისაწვდომი აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა. თქვენ უყურებთ ირაკლი ჩიხლაძის ღია თამაშს და დღის საინტერესო ამბებით ვაგრძელებთ მუშაობას პირდაპირ ეთერში. უხვინალექის შედეგად სამეგრელო სერიოზულად დაზარალდა. რამდენიმე კვირის წინ ანაკლიაში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. მიუხედავად პრობლემებისა, იქ სეზონი გაიხსნა და ყველაზე დიდი აკვაპარკი ამიერკავკასიაში დამსვენებლის მოლოდინშია. ახლა ერთად გავარკვიოთ, რა ხდება საკურორტო ზონაში, რამდენად ძვირია კონფლიქტის პირა ზონაში დასვენება და არის თუ არა ტურისტებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა ანაკლიაში. გულავა მუშაობდა თემაზე, შემდეგ უკვე უნდა ჩავრთოთ გამგებელი, რომელიც დამატებით ინფორმაციას მოგვაწვდის. ტურისტების მისაღებად მზაობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ იმ დღიდან გამოთქვა. თუმცა ანაკლია განმხურის დამსვენებელს ხელს უხვინალექი უშლის. მიუხედავად ამისა, მზის გამოჩენასთან ერთად სანაპიროზე დამსვენებელიც გამოდის. აქ ოჯახთან ერთად ჩამოვედი. ძალიან მომწონს სასტუმრო. დიდი ოთახებია, ფასებიც ნორმალური. არაერთ კურორტზე ვისვენებდი, მაგრამ იქ ბევრი ხალხია. აქ მშვიდი გარემოში ვარ და ჩვენთვის ვერთობით. აქაურობა ძალიან მომწონს, კარგი მშვიდი ადგილია გასარუჯად. შაშა ვიყავი კვიპროსში და შემიძლია ეკოლოგიისა და სისუფთავის მხრივ მასაც კი შევადარო. სუფთა ჰაერია, ყველაფერი ლამაზია. მომავალშიც ვაპირებ აქ ჩამოსვლას. ადგილობრივები ანაკლიის რეკლამირებას ჩვენთან ცდილობენ. საქართველოს საზღვაო სანაპიროზე ანაკლია ის კურორტია, სადაც ყველაზე ნაკლები ნალექი მოდის. რატომ უნდა დაისვენოს ტურისტმა ანაკლიაში? ამას ნანა ჩარგაზია გვიხსნის. აქ რომ მაგალითად გაწვიმდება 2 დღე, ბათუმში 5-6 დღე წვიმს. ისევ დამსვენებლებისგან ეს ვიცით, ისევ დამსვენებლებისგან, იმიტომ რომ იქიდან აქით მოდიან. რეკავენ, აქვთ ალბათ კონტაქტები და ჩამოდიან, სადაც წვიმა არ არის. კურორტზე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ოქროს საწმისი, პალ ბიჩი და სასტუმრო ანაკლია ფუნქციონირებს. სამივე მათგანის მენეჯმენტი ტურისტების ნაკლებობას არ უჩივის. ანაკლიის სასტუმროებში ძირითადად კორპორაციული შეკვეთებით შემოდიან. ნომრების ფასი სასტუმროებში 150-დან 350 ლარამდე მერყეობს. სასტუმრო ოქროს საწმისში კი საპრეზიდენტო ნომერი 2000 ლარი ღირს. ძალიან ბევრი სტუმარი ყავს, ძირითადად სტუმრობენ სომხეთიდან. მინდა აღვნიშნო, მაგრამ სხვადასხვა ქვეყნებიდანაც ყავს სტუმრები, ყავს ნორვეგიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და ასე შემდეგ. შარშან ყავდა ძალიან ბევრი სტუმარი საქართველოდან, მაგრამ წელს რატომღაც მათი რაოდენობა შემცირდა. სასტუმრო უკვე ივლისიდან სრულად დატვირთული არის და ჯავშნებიც არის მიღებული სრულად აგვისტოს ბოლომდე. და არის სასტუმრო სრულიად დატვირთული, უფრო დიდი დაინტერესება წელს არის სომხეთიდან. ანაკლიაში დასვენება სასტუმროების მომხმარებელთან ერთად შედარებით დაბალი სოციალური ფენის მომხმარებელსაც შეუძლია. ანაკლიის ცენტრსა და შემოგარენში ხშირად ნახავთ წარწერას ვაქირავე ბინას. საოჯახო ტიპის სასტუმროების ფაზი კვების გარეშე 10-15 ლარია. საოჯახო ტიპის სასტუმროებში ამინდებთან დაკავშირებით ნაკლებად იყო ხალხი, მაგრამ აგვისტოში თვეში ველოდებით. უნდა მოწამოვიდეს ხალხი მირეკავენ წინასწარ. ანაკლიაში დამსვენებლების უმეტესობას აგვისტოს შუა რიცხვებიდან ელოდებიან. კურორტ ძირითადად დამსვენებელი სამეგრელოს რეგიონიდან სტუმრობს. სამუშაო საათების შემდეგ კი საზღვაო კურორტზე ზუგდიდის მოსახლეობა გასართობად დადის. ანაკლიიდან ზუგდიდამდე მანძილი 35 კილომეტრია. ახალი გზის დაგება უკვე სრულდება და ანაკლიაში ზუგდიდიდან ჩასვლა 15-20 წუთში შესაძლებელი იქნება.
საზღვაო სეზონთან დაკავშირებით წელს ანაკლის ინფრასტრუქტურაც განახლდა. მნახველებს შეუძლიათ უფრო სწრაფად და უფრო თავისუფლად ჩავიდნენ კურორტზე. ასევე კეთილმოეწყო სანაპირო ზოლი ანაკლის ტერიტორიაზე და ეს სამუშაოები გრძელდება დღესაც. კეთილმოეწყო ამფითეატრი განმუხურის ტერიტორიაზე, ასევე აკვაპარკი. კურორტზე ძირითად პრობლემას მდინარე ენგურის მიერ ზღვაში ჩამდინარე ნარჩენები ქმნის. წვიმების შემდეგ ენგურს დიდი ოდენობით ნაგავი ჩამოაქვს, რაც ზღვასა და სანაპირო ზოლს აბინძურებს. განსაკუთრებით ბინძურდება ადამკუსის ბულვარის მიმდებარე ტერიტორია. სანაპიროს დასუფთავებას მუნიციპალური სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში ახდენს. იგეგმება გაწმენდითი ნაგებობის აშენებაც. ნარჩენებისაგან გაწმენდის თვალსაზრისით მიმდინარეობს მუშაობა რეგიონალური განვითარების სამინისტროსთან ერთობლივად, რომ კეთილმოეწყოს პირველ რიგში სანიაღვრეს სისტემა ანაკლის ტერიტორიაზე. სწორედ ამ პროექტის ფარგლებშია გათვალისწინებული გაწმენდითი სამუშაოები. ანაკლიაში უკვე გახსნილია ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აკვაპარკი, სადაც დამსვენებელს მთელი დღე ყოფნა 10 ლარი უჯდება. მათ ვისაც ზღვაზე მშვიდ გარემოში დასვენება არც თუ ისე დიდი კომფორტითა და ნაკლები ხარჯებით გსურთ, ანაკლია გელით. დიდი მადლობა, ეს ხო პაატა ლაგვილავა, რომელიც გვეპატიჟება სამეგრელოში, თუმცა მანამდე ზუგდიდის გამგებელი შემოგვერთება, რომელიც დამატებით ინფორმაციებს მოგვაწვდის. ედიშერ თოლორაია პირდაპირ ეთერში ზუგდიდიდან. საღამოშვიდობის ბატონო ედიშერ, დიდი მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. პირველ რიგში, რამდენად შეესაბამება ინფრასტრუქტურა იმ მოთხოვნებს, რომელიც საჭირო არის ტურისტისთვის? ინფრასტრუქტურა მთლიანად ანაკლიაში სრული მზადყოფნა არის სტუმრების მისაღებად. ასევე მინდა დაგიდასტუროთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში თითქმის სამივე სასტუმრო დატვირთული არის. აქ წინა წლებთან შედარებით ჩამოსულია უამრავი ტურისტი, უამრავი უცხოელი, მეზობელი ქვეყნებიდან სომხები, აზერბაიჯანელები, ასევე ებრაელები არიან, უკრაინელი სტუმრები არიან. უამინდობამ ხელი შეუშალა წლევანდელ სეზონს, მაგრამ იმედია და ამინდის გამოდგა ჩვეულებრივად ხდება ყველანაირი ღონისძიებები. მომავალში გეგმავთ კონცერტების ჩატარებას, სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას. იყო საუბარი რომ აი უხვინალექის შედეგად დაბინძურდა სანაპირო ზოლი, მაგრამ ასევე უცებ მოხდა ჩართვა გამგეობის მხრიდან, ჩავერთეთ და გაწმენდილი იქნა მიმდებარე ტერიტორია, ასევე მიმდინარეობს სხვადასხვა ობიექტების მშენებლობა. ზუგდიდისთვის და მიმდებარე სოფლებისთვის იგივე ეს საკურორტო ზონა, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. თქვენ აღნიშნეთ, რომ ყველა სასტუმრო დატვირთულია. რეალურად დასრულებულია თუ არა ამ სასტუმროების მშენებლობა, მოწყობა, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ტურისტების ნაკადი, როგორც შიდა, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ ტერიტორიიდან არის საკმაოდ მაღალი. რას აძლევს და რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თვითონ ზუგდიდისთვის? მნიშვნელოვანი როგორ არის, რომ გამოცოცხლდა ანაკლია, რა თქმა უნდა, მოსახლეობა ჩართულია ადგილობრივი საოჯახო სასტუმროები გაიხსნა ფაქტიურად, მოსახლეობა ლუკმაპურს შოულობს, რა თქმა უნდა, ადგილობრივი რესტორნები დაკავებულია ადგილობრივი პროდუქციით და ადგილობრივი პროდუქციის ანუ რეალიზაცია ხდება. ანუ როგორც სასოფლო სამეურნეო რეალიზაცია ხდება. დიახ, ასევე ხდება ახალი სასტუმრო მშენებლობა, სადაც ადგილობრივები არიან დასაქმებული. ამ სამივე დღევანდელ მოქმედ სასტუმროში დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. კიდევ არის დაგეგმილი სხვადასხვა პროექტები დაწყებულია, რომელიც შეჩერებული იყო ერთ-ერთი სასტუმრო ჩვენ ვაწარმოებთ. საინტერესო იქნება, ალბათ მხოლოდ ტურისტების შემოსვლა არ არის მნიშვნელოვანი. ინვესტორი არის აუცილებელი, რომელიც ამ კურორტის განვითარებაზე იზრუნებს და შეუწყობს ხელს. როგორ აპირებთ ინვესტორების მოზიდვას და იგივე ინვესტიციები როგორ უნდა განხორციელდეს? გვაქვს დღეს ამაზე საუბრის შესაძლებლობა, რაიმე გეგმა არსებობს? ამაზე საუბრის შესაძლებლობა
მე პირდაპირ მინდა ვთქვა რომ ჩვენ კონდა ურთიერთობა და სტუმრადაც ყავდა ჩამოყვანილი ჩვენი დამეგობრებული ზუგდიდთან დამეგობრებული სხვადასხვა ქალაქები ეს ეხება უკრაინის ქალაქ კრასნოიარ-მეისკის რომლის ინვესტორების დაინტერესებული არის ასევე ჩვენ ვაპირებთ აგვისტოს თვეში ბიზნეს ფორუმის ჩატარებას სადაც მოვიწვევთ მეზობელი ქვეყნიდან ბიზნესმენებს ასევე არის გეგმა როგორც განვითარდეს ანაკლიისა და განუხვრის საკურორტო სეზონი ასევე მონიშნული არის სახელმწიფო მიწის ფართობები რომლებიც შეგვიძლია ჩვენ შევთავაზოთ ფაქტიურად ინვესტორებს და ასევე აღნიშნავ რომ ამ აკვაპარკის გახსნა აკვაპარკი ფაქტიურად ერთი კვირაა გაიხსნა მაგრამ ოფიციალურ გახსნას ჩვენ გვეგმავთ სადღაც კვირას ან ორშაბათს თუ ამინდმა ხელი არ შეგვიშალა ამანაც დიდი გამოხმაურება და დიდი ინტერესი გამოიწვია რომ ასეთ ჩვენს ამიერკავკასიაში ასეთ ევროპაში მართლა შეიძლება ითქვას რომ ამიერკავკასიაში შეიძლება ითქვას რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი აკვაპარკი არის რომელიც დღესაც ფუნქციონირებს და მიუხედავად იმისა რომ ამ დღეების განმავლობაში ძალზე ცუდი ამინდი იყო მაინც ახერხებდა რომ დაახლოებით 200-მდე კაცი მიიღო გუშინ მაგალითად შემიძლია დავასახელო რომ გუშინ წვიმიან ამინდში აკვაპარკმა მიიღო დაახლოებით 320-მდე ადამიანი. ბატონო ედიშერ, ასევე საინტერესო იქნება რა თქმა უნდა ყველა ჩასულთია. ეს საკურორტო ზონა მდებარეობს დე-ფაქტო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე. რამდენად ხშირია ინტერესი თუნდაც დე-ფაქტო საზღვრის იქეთ მცხოვრები ადამიანების გადმოდიან თუ არა ტურისტები ან რამდენად დაცულია უსაფრთხოება ტურისტების რომლებიც ჩამოდიან ამ ტერიტორიაზე. პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ უსაფრთხოება დაცულია ადგილობრივი პოლიცია სრულიად ჩართულია ქვეგანყოფი ასევე სადღაც დაახლოებით 2 კილომეტრშიც არ არის საზღვარი სადაც ჩვენი მესაზღვრეები იცავენ მინდა გითხრათ და არანაირი ექსცესი არ მომხდარა არც ქურდობას არანაირ ძალადობას ადგილი არ ქონია უბრალოდ არის სიმშვიდე და ეს იწვევს იმის სურვილს იმ ხალხის სურვილს და არის დიდი სურვილი რომ ყველა ჩამოიდეს და მშვიდად დაისვენოს და საუბრის ბოლოს აუცილებლად უნდა გკითხოთ თქვენ აღნიშნეთ საუბრის ბოლოს უნდა გკითხოთ როდესაც უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსულები დიახ დაცული აფხაზეთის ტერიტორიაზე იყო საუბარი მინდა გითხრათ რომ დიდი სურვილი აქვს გადმოსვლის მაგრამ ეს უკვე ცოტა და ბატონო ედიშერ ბოლოს მაინც მინდა რომ დავაზუსტო პირადად თქვენთან პოლიტიკური დაუშვათ ზარჩული დაიდო ანაკლიაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ამბობენ რომ მიმდინარე წელს არაფერი გაკეთებულა. ამას ამბობენ მთავრობის ოპონენტები. ძალიან მოკლედ რო გითხრათ, გარდა სასტუმროებისა, რამდენად ექცევა თავად ანაკლიაში მცხოვრებ ადგილობრივებს ყურადღება? ну მინდა გითხრათ რომ ეხლა ეს მარტო ანაკლიაზე რო იყოს მაშინ მეც კომენტარსაც არ გავაკეთებდი მაგრამ ეს ჩვენი წინა ხელისუფლებაზეა საუბარი რომლებიც იჩემებენ შეიძლება ჩემი კომენტარის მერე ხვალას დაიწეროს სოციალურ ქსელებში რომ გამოვიდა თითქოს ჩვენს გაკეთებულზე ბევრს ამბობს ну ეს ისეც არ ხდება რომ ვიღაცას პირადად ეს არავის არ გაუკეთებია ეს გაკეთებულია მაგრამ ჩვენ არ შეგვიჩერებია უბრალოდ ეს არის მხოლოდ თეთრზე შავის თქმა რომელიც ხშირად ჩვევია ოპონენტებად თუ შეიძლება მოვიხსენიოთ წინა ხელისუფლება ასე შეიძლება ითქვას მე მინდა მაგალითად მოგიყვანოთ რომ დაახლოებით 3-4 დღის წინათ ეს მინდა რომ აღვნიშნო 3-4 დღის წინათ ადიდებულ სტიქია მძვინვარებდა ზუგდიდში და რა თქმა უნდა ეს დინარემ რაც ნაგავი წამოიღო მთლიანად ზღვამ აქეთ ამოყადა სანაპიროზე იმ ღამითვე გადაიღეს სურათები და ეგრევე დადეს სოციალურ ქსელებზე მე უბრალოდ ეს სასაცილოდ არ ყოფნის დილიდანვე ჩვენ შეუდექით მუშაობას და ეს ყველაფერი აღმოფხვილია და მინდა ასევე აღვნიშნო რომ
ნუ ეს რაც ფუნქციონირებდა, ეხლა შარშანდელთან შედარებით ტურისტები უფრო მეტიც არის, შეიძლება ზედმეტი პიარიც არ ყოფილა, მაგრამ პიარის გარეშე ჩვენ ძალით არავინ არ ჩაგვიყვანია, არც ადგილობრივი. გასაგებია, დიდი მადლობა ბატონო ედიშერ, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ედიშერ თოლორაია, ზუგდიდის გამგებელი პასუხობდა ჩვენს საკითხებს, თუმცა წინამთავრობასაც უნდა დაუფასოთ ის, რაც ანაკლიაში გააკეთა და კარგია რომ გრძელდება დავუშვათ ტურისტების მოზიდისთვის იქ ინფრასტრუქტურის შექმნა. ახლა გადავინაცვლოთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ედვარდ სნოუდენი კვლავ მოსკოვის შერემეტოოს აეროპორტის სატრანზიტო ზონაშია. შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის უკვე ერთი თვეა უთანხმოების საგანია. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით სნოუდენმა რუსეთში თავშესაფარის შესაძლოა რამდენიმე დღეში მიიღოს. შეერთებული შტატები რუსეთისგან საიდუმლო ინფორმაციის გავრცელებისთვის ძებნილი სნოუდენის სამშობლოში დაბრუნებას ითხოვს. ვარაუდს, რომ შეერთებული შტატების დაზვერვის ყოფილმა და ამჟამად გაქცეულმა თანამშრომელმა შერემეტიოს აეროპორტის სატრანზიტო ზონის დადოების უფლება მიიღო, სნოუდენის ადვოკატი უარყოფს. ანატოლი კუჩერინამ აეროპორტის ტერმინალში სნოუდენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მიგრაციის ფედერალურ სამსახურში შესაბამისი ცნობა ჯერ არ გაუწია. ადვოკატის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით უახლოეს მომავალში ედვარდ სნოუდენი მედიის წარმომადგენლებთან კონტაქტზე არ გავა. სნოუდენის სტატუსის განსაზღვრას ელოდება და უარის შემთხვევაში მიგრაციის სამსახურის გადაწყვეტილებას გაასაჭირებს. ყველა ნაბიჯი კანონიერია რუსეთის ხელისუფლების უფლებაა, რომ არაუმეტეს 3 თვისა დაამტკიცოს თავშესაფრის მოთხოვნა. სნოუდენი რუსეთში სამსახურის დაწყებას, გარეთ გასვლასა და მოგზაურობას გეგმავს. მას რუსეთში ახალი ცხოვრება სურს. სნოუდენს რუსეთში შემოსვლა სხვა ჩვეულებრივი მგზავრივით შეეძლო, რომელიც ნებართვას რუსეთის ხელისუფლებისგან იღებს. ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი თანამშრომლისათვის რუსეთისაგან თავშესაფრის შესაძლო მიღებას თეთრი სახლი ეხმაურება. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რუსეთმა ედვარდ სნოუდენს შერემეტიევოს აეროპორტის სატრანზიტო ზონის დატოვების უფლება არ უნდა მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნაბიჯი ვაშინგტონისათვის დიდი იმედგაცრუება იქნება. პრესის მოხსენება უკვე ვნახეთ, ახლა კი რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ველოდებით. ნებისმიერი ნაბიჯი, რაც ბატონ სნოუდენს აეროპორტის დატოვების შესაძლებლობას მისცემს, იქნება ძალიან სამწუხარო. დღეს დილით სახელმწიფო მდივანი სერგეი ლავროვს ესაუბრა. ჯონ კერიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სნოუდენი შტატებში უნდა დაბრუნდეს, სადაც მას სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწევს. რუსეთს კვლავ აქვს სწორი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა. ბატონი სნოუდენი ადამიანის უფლებადამცველი არ არის. მას ბრალი საიდუმლო ინფორმაციის გავრცელებაში ედება. რუსეთმა მის დაბრუნებას ხელი უნდა შეუწყოს. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც სნოუდენს დაეხმარება, შეერთებული შტატებისაგან ზეწოლის პოტენციური საფრთხის ქვეშაა. ვაშინგტონი მოსკოვისაგან ედვარდ სნოუდენის სტატუსთან დაკავშირებით ახსნა განმარტებებსა და მის სამშობლოში დაბრუნებას ითხოვს. ედვარდ სნოუდენი ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის საიდუმლო დოკუმენტების გამჟღავნებისათვის შეერთებული შტატების მიერაა ძებნილი. იგი რუსეთში 23 ივნის ჰონკონგიდან ჩავიდა. ჯერჯერობით გაურკვეველია მოახდენს თუ არა გავლენა სნოუდენის სტატუსი ბარაკ ობამას რუსეთში დაგეგმილ ვიზიტზე, რომელიც სექტემბერში დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში მოსკოვში ჩასვლასა და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს. გადაიზრდება თუ არა პოლიტიკური დაპირისპირება სამოქალაქო ომში. ეგვიპტეში პარასკევს დაანონსებული მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან. პრეზიდენტ მურსის მომხრეების წინააღმდეგ შეერაღებული ძალების საგანგებო ზომების მიღებას გეგმავს. მუსლიმთა საძმოს წევრები კი არმიის წინააღმდეგ ხალხის მობილიზებას აპირებს. ტაჰრირის მოედანზე მასშტაბური აქციის დაწყება 24 საათში იგეგმება. დემონსტრაციის ორგანიზატორები ეგვიპტელებს შეკრებისაგან სოციალური ქსელებით მოუწოდებენ. ამ აქციით პრეზიდენტ მურსის მოწინააღმდეგეები არმიაში სოლიდარობას უცხადებენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ეგვიპტის შეიარაღებულ ძალებს. დღეს ჯარი ხალხის გვერდით დგას და საზოგადოების მოთხოვნას ასრულებს. ეგვიპტის მოსახლეობას მასშტაბური აქციების გამართვისაგან თავდაცვის მინისტრმა მოუწოდა. გენერალი აბდელ სისი ტერორისტების წინააღმდეგ საბრძოლველად საზოგადოებისგან მანდატს ითხოვს. ყველა პატიოსან და ერთგულ ეგვიპტელს მოგიწოდებთ მომავალ პარასკევს ქუჩაში გამოხვიდეთ. გამოხვიდეთ, რათა მოგვანიჭოთ მანდატი, რომ წინააღმდეგეთ ძალადობასა და პოტენციურ ტერორიზმს. ვზნობ, რომ ვიღაცას ამ ქვეყნის სახიფათო გვირაბში შეყვანა სურს. ეგვიპტის არმია მილიონობით ქუჩაში გამოსული მოქალაქის სურვილსა და ნებას დაემორჩილა. ნურავის ეგონება, რომ ჩვენს მიერ დასახულ გეგმას გადავუხვევთ. მუსლიმთა საძმო აბდელ სისის განცხადებით უკმაყოფილოა პრეზიდენტ მურსის მომხრეები ეგვიპტეს შეიარაღებულ ძალებს საზოგადოების გახლიშვაში ადანაშაულებენ.
სამხედრო ხუნტის მეთაური აბდელ სისის სამოქალაქო ომისა და სისხლის ზღვრის დაწყების მოწოდებით გამოდის. ეს არის ტერორისტული მოწოდება, მაგრამ ეგვიპტელ ხალხს ასეთი გამოსვლების არ ეშინია. ეგვიპტეში შექმნილი კრიზისის გამო ვაშინგტონმა ქაიროსთვის გამანადგურებლების მიწოდება შეაჩერა. პენტაგონი ეგვიპტის არმიას F-16 ტიპის 4 ერთეულ გამანადგურებელს აღარ გადასცემს. ჩვენ გადავხედავთ რა პასუხისმგებლობას გვაკისრებს შეთანხმება. მიმდინარეობს კონსულტაციები კონგრესთან. ჩვენი აზრით, ეგვიპტეში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, არ იქნება სწორი ამ ეტაპზე მივიღოთ გადაწყვეტილება F-16 ტიპის გამანადგურებლების გადაცემის შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობით აკრძალულია ისეთი ქვეყნებისთვის დახმარება, სადაც დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას გადატრიალების გზით ამხობენ. ვაშინგტონში ჯერჯერობით არ გადაუწყვეტიათ თუ რა შეფასება მისცენ მუჰამედ მურსის გადაყენებას. ეგვიპტის პრეზიდენტი ხელისუფლებას არბიამ 3 ივლისს ჩამოაშორა. სამხედრო გადატრიალების შემდეგ დაწყებულ არეულობას ეგვიპტეში 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ეგვიპტეში განვითარებულ მოვლენებს თვალყურს ადევნებს მეცხრე არხის უცხოეთის რედაქცია და ბუნებრივია დამატებით ინფორმაციებს მომდევნო გამოშვებებში შემოგთავაზებთ. რეკლამის შემდეგ თეაშველიძე ბრუნდება პირდაპირ ეთერში უკვე სტუდიის სტუმართან ერთად. პოპულარული ირანელი პოეტი ფუნენედაი საქართველოს რამდენიმე დღის წინ ესტუმრა. მას აღმოსავლური ენების მთარგმნელი უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ლობჟანიძე მასპინძლობს. თბილისის ისტორიულ ადგილებსაც თავად ათვალიერებინებს და ექსკურსია მძღოლის ფუნქციასაც ითავსებს. თუ შეგეკითხეთ საქართველოსზე თუ დაწერს რამეს? اگه تصمیمی دارید که در مورد گرجستان چیزی بنویسید რასაკვირველია დავწერო, როდესაც ირანში დავბრუნდები უფრო ვრცლადო ის თვითონ გამოსცემს ჟურნალს და მე ამ ჟურნალში მე შტაბ-ჭრილებებს გამოვაქვეყნებო ქართულსო. გარდა ამისა, აქაც რომ ვარო, არის ასეთი სააგენტო, ახალი ამბების სააგენტო ისნა ირანული, რომელთანაც ის თანამშრომლობს და მუდმივად მე ვაწოდებდი ინფორმაციას ჩემი აქ ყოფნის და შტაბ-ჭრილებების შესახებ. ფუნეს ლექსები გიორგი ლობჟანიძემ სპარსულიდან პირველად 2000 წელს თარგმნა. მაშინ ფუნე 29 წლის იყო. ფუნენედაის პოეზიაში ქართველი მთარგმნელი ავტორის უშუალობამ და სიღრმე მოხიბლა. პატარა ლექსები ძვერლიბრის სტილში და შემიძლია ერთი ძალიან მიყვარს და ის გითხრა 1000-ჯერ ჩამოვფხოჭნე ზეცა ფრჩხილებით არც გაკაწრულა ვარსკვლავიც გიორგი ლობჟანიძე ფუნეს ქართული წარმომავლობის შესახებაც გვიყვება. ფუნეს მამის დედა თეირანში დაბადებული ქართველი ყოფილა. ამის შესახებ შვილიშვილმა მაშინ გაიგო, როცა ნათესავებმა ბებია გურჯად მოიხსენიეს. საქართველოში ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს გამხდარა. ამ ქვეყანასთან უხილავ კავშირს სულ გრძნობდი. როცა ბებიის წარმომავლობა გავიგე, მინდოდა საკუთარი თვალით მენახა ეს ქვეყანა. მართალია ჯერჯერობით არ გამირკვევია, რომელ რეგიონში ცხოვრობდნენ ჩემი წინაპრები, მაგრამ მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ ამ მოგზაურობით. ჩემს პოეზიას ალბათ შეემატება ლექსები საქართველოზე. მოგზაურობა ყოველთვის მაწერინებს ახალ ლექსებს. კითხვაზე არის თუ არა ირანში რეალურად ქალების უფლებები შეზღუდული, ფუნე ასე პასუხობს. ეს მხოლოდ გარედან ჩანს ასე. სინამდვილეში ქალები ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ კარგად ახერხებენ საკუთარი თავის რეალიზებას. თავად მე ამის საუკეთესო მაგალითი ვარ. წერ ლექსებს და ამასთანავე ვეწევი საგამომცემლო საქმიანობას. მაქვს ჩემი ჟურნალი და აქტიურად ვარ ჩაბმული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ფუნესგან ვიგებთ, რომ ირანს ძალიან ბევრი მწერალი ქალი ყავს. ქალების დიდი ნაწილი მასწავლებლად მუშაობს. აი დავდივარ თქვენს ქუჩებში, ვუყურებ ქუჩაში გამოსულ შუახნის ქალბატონებს და მეც მგონია, რომ ისინი ძალიან ბევრს შრომობენ. თუმცა რეალურად შეიძლება ეს ასე სულაც არ არის. ხშირად ის, რაც გარედან ჩანს, მართალი არაა. ასეა ირანელი ქალების შეზღუდულ უფლებებთან დაკავშირებითაც. სინამდვილეში ირანში ქალს პრობლემები არ ექნება. ფუნენედაიმ უკვე გაიცნო რამდენიმე ქართველი მწერალი. ამბობს, რომ მათთან აუცილებლად ითანამშრომლებს. აპირებს მათი შემოქმედება საკუთარ ჟურნალში დაბეჭდოს. საქართველოს ირანელი პოეტი 2 დღეში დატოვებს. ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება, თუმცა ბოლოს ერთად გავიგოთ, რა თემებზე გაამახვილებს ყურადღებას საინფორმაციო სამსახური ზუსტად 9 საათზე. ლევან ჯავახიშვილია პირდაპირ ეთერში, საღამო მშვიდობის ლევან.
საღამომშვიდობისა ირაკლი, მოკლედ იმ თემების შესახებ, რომელზეც ვრცლად ზუსტად 1 საათში ვისაუბრებთ, მოლაპარაკებები რუსეთის პოლიტიკურ და სასულიერო ელიტასთან სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ვიზიტი მოსკოვში ილია მეორე რუსეთის პრეზიდენტს უკვე შეხვდა აუდიენციას 15 ავტოკეფალური ეკლესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის კონსტანტინოპოლის, რუსეთისა და იერუსალიმის პატრიარქები. ამ წუთებში კი წითელ მოედანზე რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლის თავისადმი მიწმული საზეიმო კონცერტი იწყება. რითი ჩავიდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მოსკოვში და რა გზავნილები გამოიტანა მის მოუწმიდესობამ კრემლიდან დაელოდეთ ის მთავარ გამოშვებას. მარიამ კოჩალიძის საქმე გახსნილად გამოცხადებული მკვლელობა და ირანის ეჭვმიტანელი მოქალაქე მოჰამად იმინ როინთანია, რომელსაც ინტერპოლი უკვე ეძებს. სამართალდამცავებმა რამდენიმე მოწმეს დაკითხეს, ერთი მათგანი აცხადებს, რომ მოკლული ეჭვმიტანელს იცნობდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო საფრის საბაჟოზე ვიდეო თვალით გადაღებული ეჭვმიტანელის კადრებსაც ავრცელებს. დაირღვა თუ არა უდანაშაულობის პრეზუმცია, როდესაც პოლიციამ ირანის მოქალაქის კადრები გაავრცელა, რას ამბობენ პოლიტიკოსები და რა ახალი დეტალები გახდა ცნობილი. მე-9 არხისთვის დაელოდეთ დღის მთავარ გამოშვებას. გიგი კალანდაძის შესაძლოა პროკურატურა კიდევ ერთხელ დაინტერესდეს ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული და პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული გია გორელაშვილი გენერალური შტაბის ყოფილ უფროს ახალ ბრალდებებს უყერებს. გორელაშვილი 2 წლის წინ სამხედრო პოლიციაში სასტიკი წამების დეტალებს იხსენებს და ამტკიცებს, რომ ხის ხელკეტით სწორედ გიგი კალანდაძე აწამებდა. რას პასუხობს კალანდაძე ბრალდებებს გახმაურებული საქმე, რომელზეც ბრალი მეგის ქარდავას უკვე წაყენებული აქვს დეტალები დღის მთავარ გამოშვებაში. ვინ იქნება ზალ სამადაშვილის შემცვლელი თბილისის საკრებულოში შემავალი პოლიტიკური ძალები თავმჯდომარის კანდიდატურაზე ვერ თანხმდებიან. ამ ეტაპზე პოსტზე მხოლოდ ფრაქცია თავისუფლების თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილის სახელდება, თუმცა მისი კანდიდატურა ყველასათვის მისაღები არ არის. რაში ადანაშაულებს ქართული ოცნება თბილისელების ხელმძღვანელი შიხიაშვილს, რას ურჩევენ კონსერვატორები გულიკო ზუმბაძეს და რას ფიქრობენ ნაციონალურ მოძრაობაში. დეტალები რამდენიმე წუთში. ერთმანეთს დაახლოებით 55 წუთში შევხვდებით, ასე რომ დროებით. დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებ ლევან. მოკლედ, რაც საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ნახეთ საღამოს 9 საათზე და იყავით მოვლენათა ეპიცენტრში. ერთმანეთს ხვალ 6 საათზე შევხვდებით დროებით.